რა არის ირანული სახელმწიფო, როგორ მოვიდა ის აქამდე, რა ირანი ექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, არავის არ უნდა ირანი, არც ამერიკას, არც საბჭოთა კავშირს, არც არაბულ ქვეყნებს. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური კონსოლიდაცია, ეს არ არის მხოლოდ კონსოლიდაცია ხელისუფლების გარეშე. აქ მნიშვნელოვანია ალბათ ვთქვათ, რომ ირანი არის იმპერია. სრული შიდა კონსოლიდაცია ხდება, განსხვავებული აზრი აღარ აესწრებს და იწყებენ ესენი რეპრესიებს. ანუ ჰეზბოლას ამბავზე მივდივართ, ხო? ნუ ესენი ტერაქტებს აწყობენ. მოგესალმებით. მივესალმებით დერეფანის მაყურებელს, გამომწერს და უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანს, რომელსაც ჩვენი thumbnail მოეწონა. მოგესალმებით ყველას, დერეფანი მე-11 ეპიზოდით ბრუნდება. იმ დერეფნებში, რომელშიც ჩვენ დავდივართ, ამ ბოლო დროს რთული ვითარებაა. ამიტომ ამ დერეფანს ვერ გავვლით იმის გარეშე, რომ ვილაპარაკოთ ჩვენი რეგიონისთვის და ამ ადგილისთვის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილება, რაც ხდება, ეს არის კონფლიქტი, რომელიც სამხრეთ საზღვრებთან მოგვადგა ომი ირანში. მე არა ვარ, აქვე პირდაპირ ვიტყვი, კარგი სპეციალისტი ამ ამბის. ჩემი პატარა ისტორია ირანთან დაკავშირებით არის ის, რომ ალბათ ვიყავ 14 წლის, როდესაც პირველად წავიკითხე საფრანგეთში პერსოპოლისი, ეგეთი კომიქსი და მაშინ პირველად დავინტერესდი ირანით და იმის შემდეგ მაინტერესებს ირანი როგორც რაღაცა მოვლენა, ირანის რევოლუცია, როგორც მოვლენა, რომელმაც რაღაცა პროგრესული დესპოტიზმის რეჟიმი შეცვალა რაღაცა ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ისლამური სახელმწიფო მოდელით. მაგრამ ხო, დეტალები არ ვიცი, მაგრამ ამ დეტალებისთვის საქართველოში ჩემი აზრით დღეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მცოდნე ამ საქმის რეალ პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ლოლაძეა ჩემი სტუმარი. მადლობა გიორგი, რომ ხარ დღეს ჩვენთან ერთად და მართლა ყველაზე კომპეტენტურ აზრს მოგვახსენებ ამ საკითხთან დაკავშირებით. ხაზო, დიდი მადლობა მოწვევისთვის, წარმატებები შენ და ამ პოდკასტს და რა თქმა უნდა, ეს არის საკითხი, რომელიც ყველას გვეხება, პირდაპირ თუ ირიბად, ჯერჯერობით ირიბად და იმედია ასე დარჩება. იმედია ირიბად დარჩება. კი, იმიტომ ზოგჯერ იმდენად დასავლურ ცენტრულია ქართული მედია, ხშირად გავეწყდება, რამდენად ახლოსაა ჩვენთან ირანი. და ზოგადად ახლო აღმოსავლეთი და სიტყვაზე ვამბობ ვარშავა, ბერლინი, ბევრად შორსაა თბილისიდან ვიდრე თეირანი ან ბაქო. საათ ნახევრის გზაა თვითმფრინავით, ხო? კი, დაახლოებით ძალიან ახლოს. პატარა შესავალს გავაკეთებ შენის ნებართვით, რომელთაც მე შეგვიძლია გადავიდეთ უკვე მთავარ თემებზე, მარტივად წინასწარ გეტყვით, რომ ვილაპარაკებთ აუცილებლად ამ რა არის ირანული სახელმწიფო, როგორ მოვიდა ის აქამდე, რა ხდება დღეს იქ და აუცილებლად დასკვნის ნაწილში ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობას წარმოადგენს ირანი და ირანში მიმდინარე მოვლენების საქართველოსთვის, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და ბევრი სხვა თვალსაზრისით. მოკლედ შესავალი ესეთია, გარეთ 1971 წელია, ზაფხულია და ირანის შაჰი მუჰამედ რეზა ფეხლევი გადაწყვეტავს, რომ ქალაქ პერსოპოლისში სპარსეთის იმპერიის 2500 წელი აღნიშნოს. ეს დღე და ეს მოვლენა შევა ისტორიაში როგორც ისტორიის ყველაზე დიდი წვეულება. მასშტაბი მართლაც გასაკუთარი არის. პერსოპოლისი იცით, რომ ნანგრევებია ანტიკური ქალაქისა, რომელთან ახლოსაც, იმიტომ რომ ნანგრევებია სტუმრების მისაღებად და ღონისძიებების ჩასატარებლად გაიშლება 50-მდე კარავი, აშენდება მთელი ქალაქი კარვების. დაუკვეთავენ ამ კარვებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ქსოვილების წარმოებელს ჟანსენს პარიზში და ჰერმეს დეკორაციებისთვის. მაქსიმი ესეთი პარიზული ცნობილი რესტორანია, საიდანაც 18 ტონა საჭმელს წამოიღებენ, სადაც რამოდენიმე 1000 ბოთლი შამპანიური და ყველაზე ძვირად ღირებული ღვინოები შედის. ლაპარაკი არის სტუმრებზე, რომლებიც დაწყებული ეთიოპიის იმპერატორიდან დამთავრებული ედინბურგის ჰერცოგი ფილიპით და აბსოლუტურად ყველა დიქტატორით და პრეზიდენტით შუაში, ვინც მიიღებს შაჰის მოწვევას და იქ ჩავა. პერსოპოლისის პერიმეტრი გარშემორტყმული არის შეიარაღებული ძალებით, შაჰის გვარდიით და არც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ახლოსაც არ დაიშვება ამ მონუმენტთან.
სადღაც 100-დან 300 მილიონ დოლარამდე, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებული იყო რეალური ხარჯები, მაგრამ აი მაშინდელი პრესა, კეთილი მოსულნეები თუ ბოროტის მოსულნეები შახისა 100-დან 300 მილიონ დოლარამდე ლაპარაკობდნენ მაშინდელი 70-იანი წლების დოლარის თვითღირებულებით. ეს იქნება მომენტი, რომელზეც გავა ბევრი წელი, ჯერ კიდევ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გადაიქცეს ირანის ისლამურ რევოლუციად, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ საწყისი წერტილი იყო პერსოპოლისი. პერსოპოლისი იყო ის მომენტი, როდესაც სრული გათიშვა მოხდა შაჰს და ირანელ ხალხს შორის. მოდი ორი სიტყვით ვთქვათ, რა იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დღეს ძალიან აქტუალურია, ხო, ის მისი ვაჟი რეზა ფეხლევი არის პრეტენდენტი ერთ-ერთი იმაზე, რომ თქოს რაღაც ლეგიტიმური ხელისუფლების ცვლილება მოხდეს ირანში. რა იყო შაჰის რეჟიმი, რა იყო ეხა ეს ამბავი? ჩვენ ხო ეგრე ვიცით, რომ რაღაცა ლამაზი ფოტოები, ქალები ჩადრის გარეშე, კონცერტები, მაგრამ სიამოვნებაში ეგ ყველაფერი ეგეთ ლამაზი არ იყო. მოკლედ მაგითი დავიწყოთ და მივიდეთ რევოლუციამდე. დავიწყოთ იმით, რომ ირანი მე-20 საუკუნეს შეხვდა უსუსტეს მდგომარეობაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფაქტობრივად გაიყო ეს ირანი საბჭოთა კავშირმა და ბრიტანეთმა. მცირე პერიოდში ჰქონდა სტალინის მცდელობა ჩრდილოეთ ირანში შეექმნა სამხრეთ აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა, თუმცა მალევე ბრიტანეთის ზეწოლით და საბოლოოდ ეს პროცესი ჩაეშალა და ირანი დარჩა იმ საზღვრებში. ოღონდ კომპრომისული ვარიანტი იყო ის, რომ შენ მიერ ნახსენები შაჰის მამა, რომელიც პროგერმანული განწყობებით გამოირჩეოდა ის შედარებით, ასე ვთქვათ, სასახლის კარის გადატრიალება და პრინციპში გარეჩარევითაც მოუწყოს და აი მასზე შეერჩია დაარჩევანი, როგორც საბჭოთა კავშირისთვის და ბრიტანეთისთვის მისაღებ ვარიანტზე. ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც ამერიკა ესე არა აღმოსავლურ აღმოსავლეთში შემოსული, ჯერ კიდევ შემორჩენილია ბრიტანულ-ფრანგული გავლენები ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ბუნებრივ რესურსებს, ბუნებრივია ისინი ფლობენ და ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი არის, როდესაც მაინც შაჰი მაშინ არ იყო აბსოლუტური მონარქია, ესეც ვთქვათ, ქვეყანაში აზრი ჰქონდა არჩევნებს, ხალხის აზრს და არა არჩევნების გზით, არჩევნები უკვე მომხდარი იყო, მაგრამ პარლამენტმა აირჩია მოკლედ მოსადეყი, ესეთი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ხალხის დაკვეთა პრინციპში შეასრულა, რაც იყო ის, რომ უნდა მომხდარიყო ნაციონალიზება გაზის და ნავთობის მარაგების, რომელიც ირანი არის მსოფლიოში მე-3 ადგილზე გაზის მარაგით და მე-4 ადგილზე ნავთობის მარაგით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა. და მანამდე ეს იყო ბრიტანელების საკუთრებაში და მათ მიჰქონდათ ძირითადად ბრიტანელები არიან. ანუ ეს ფრანგულ-ბრიტანული გავლენები ძირითადად ანტაგონიზმი არიან. თუმცა გადატრიალებაში ამერიკა იღებს მონაწილეობას, იმიტომ ადგილზე CIA-ს ყავს თავისი ასეტები და ეს არის პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ბრიტანულ-ამერიკული გადატრიალება, კერძოდ ეს ხდება ესე რომ რაღაც ქაოსი ქმნიან თეირანში, იწყება ამათ მიერ დაქირავებული ცოტა კუნთმაგარი ხალხის მიერ ცემა, ტყეპის ატეხვა, აქციები, ასე შემდეგ და საბოლოოდ ხდება სამხრეთულ გადატრიალება და პრაქტიკულად ამის შემდეგ უკვე შაჰი ხდება აბსოლუტური მმართველი. რა გადატრიალების მერე უკვე ეს რაღაც კონსტიტუციური მონარქიის ეტაპი თავდება. კონსტიტუციური მონარქია და ეგრევე ამთავრდება, მაგრამ ასე ვთქვათ, უფრო იზრდება მისი გავლენა და შენ უკვე ახსენე ეს ეხა ინსტაგრამზე და ტიკტოკზე ალბათ ყველას ხვდება ეს ძველი ირანის ვიდეოები და ფოტოები და ეს რა თქმა უნდა უფლებრივი თვალსაზრისით პოლიტიკურ და გამოხატვის თავისუფლებას რომ შევეშვათ, რა თქმა უნდა, იყო ეს ვესტერნიზაციის პროცესი, თუმცა ამას არ ჰქონია მასობრივი ხასიათი. აქ ეს იყო მთავარი. ცხოვრობდა ესე ელიტა და საშუალო კლასი შეიძლება ითქვას, მაგრამ ამის მიღმა, რადგანაც განათლებას არ ჰქონდა საყოველთაო ნიშნულებზე არ იყო გასული და ამ რელიგიური სტრუქტურების გავლენა მაინც დიდი რჩებოდა და რელიგიური განათლების აქედან გამომდინარე ეს არ იყო ხალხის მიერ ქვემოდან ზემოთ წამოს, ეს იყო ზემოდან ქვემოთ ავტორიტარული მეთოდები. ამ პროცესთან მიყვება ის, რომ არსებობს ეს სავაკი სპეცსამსახური, რომელიც უმკაცრესი მეთოდებით უსწორდება სტატისტიკის მეთოდებით ყველა განსხვავებულას. ეხლა ჩვენ ვისაც ხედავთ, ეხლა ვეღარ ვხედავთ უბრალოდ, მაგრამ ვინც იყვნენ ეს რელიგიური ელიტა,
ყველა იყო 15-10 წელი სავარკის ციხეებში ნაჯდომი ხალხი, მათ შორის ალი ხამენეიც, ხომეინი გააძევეს ქვეყნიდან, ის ჯერ ერაყში ცხოვრობდა და მერე უკვე საფრანგეთში ცხოვრობდა და მოკლედ ეს რელიგიური ელიტის ანტიშაჰი თავარი ნარატივი არის რა, რომ ოღონდ მიუხედავად იმისა, ძალიან დიდი სოციალური უთანასწორობა და სიღარიბეა მაშინდელ ირანში, რაც სამწუხაროდ დღესაც პრობლემა, ოღონდ მაშინ ნარატივი არის, რომ ჩვენი სიმდიდრე მიაქვთ ამერიკელებს და ბრიტანელებს. მე სხვათა შორის 70-იან წლებში ნაწილობრივი ნაციონალიზაცია შაჰმატს გააკეთა და ისე არ იყო, რომ ყველაფერი მათ მიქონათ, მაგრამ მე მგონი უკვე გვიანი იყო, ხო? ხო, და სხვათა შორის მაშინ ირანს აქვს რაღაც ასტრონომიული სამხედრო შესყიდვები ბრიტანელებისგან, ამერიკელებისგან, ძალიან ძლიერი ჯარი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ირანი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ისრაელთან აქვს მაშინდელ ახლო აღმოსავლეთში კარგი ურთიერთობა. იმ დროინდელ ახლო არ ერთვება არც ერთ ომში ისრაელის წინააღმდეგ და ჩუმად აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა არაფორმალურად თეირანში სავაჭრო წარმომადგენლობის ქვეშ არსებობს ისრაელის საელჩო. ასევე ისრაელი ცხოვრობს ირანული ნავთობით მაშინ. მეტიც შენდება ეილათი აშკელონის ნავთობსადენი, რომელსაც ეილათი არის წითელი ზღვის უკიდურეს ქვედა ნაწილი, მიდის აშკელონამდე ნავთობი და აშკელონიდან მე გემებზე იტვირთება და ირანული ნავთობი ეგრე გადის ევროპისკენ გასაყიდად, ხო? სპეცსამსახურების დონეზე თანამშრომლობენ, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობენ. და იმ დროისთვის ეს წარმოუდგენელი ამბავია, ხო? ეს 60-იან წლებია, როცა არავინ არ აღიარებს ისრაელს. არავინ არ აღიარებს, მომხდარია და ხდება 6 დღიანი ომი, იომ ქიფურის ომი, ორივეში მას ხდებიან ეს არაბული ქვეყნების კოალიცია და მთელი ახლო აღმოსავლეთი, როგორც უწოდებ, არაბული კუჩა დუხს ანტიისრაელური და ანტისემიტური განწყობებით, თუმცა ირანში აი პროცესი არის, იგი ებრაელები ჩვეულებრივ ცხოვრობენ, ალბათ ეს 100-200 ებრაელი ცხოვრობს მაშინდელ ირანში. და გავლენიანი ის არის. და ნუ ხო, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიან გავლენიანი თემი. მოკლედ ამ ეტაპზე ვთქვით და ახლა ხამენეის ნარატივი რა არის? ეს სრული ანტიამერიკული, რა თქმა უნდა, ისო ტრადიციები არაა დაცული და მოკლე კაბებით დადიან, ისო სოციალური უთანასწორობა და ისო ისრაელი არის პატარა სატანა, ამერიკა არის დიდი სატანა და ჩვენ არც ერთი ფორმით არ უნდა ვიყოთ ჩართული ამ პროცესში. ახლა მოკლედ ვთქვათ, ეს რევოლუცია ხამეინისტებს მხოლოდ არ მოუწყებთ, ასე რომ. ხო, ისიც ვთქვათ, რა ფორმით ხონდა კომუნიკაცია. ის წერდა კასეტებზე თავის ქადაგებებს, რომელიც მე მთელი ირანის მეჩეთების მასშტაბით ვრცელდებოდა. მაშინ არც მედიაში ჰქონდა მას ხმა და არც სოციალურ მედიაში, მაგრამ იყო ეს მეთოდი, რომელიც ყველა მედიაში ჯობდა, იმიტომ რომ სალოცავად დადიოდა ყველაზე მეტი. საბჭოთა კავშირისთვისაც არ იყო უცხო მოდელი, რომელიც იყო ყველაზე მასობრივი რაღაც, როგორც შეიძლება და ასე იცნობენ მას. თუმცა ბოლო ეტაპზე შაჰი უკვე ყველა ფენაში არაპოპულარულია. მათ შორის იმ თეირანის საშუალო ფენასაც აღავშურს, ის არავის აღავშურს. კონკრეტულად იქ არიან ეს ფენა უკვე საშუალო ფენა რაღაც მრავალფეროვანია, იქ მემარცხენე აზრებით სწავლობს, იმათაც არ მოსწონთ. არავის არ მოსწონს უკვე და საბოლოო ჯამში ეს რევოლუცია ხდება, დაახლოებით 8-9 თვე მიმდინარეობს აქციების პროცესი. და საბოლოოდ კი, რა თქმა უნდა, იყო მცდელობები დარბევა ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ ორმა ფაქტორმა განაპირობა მისი ის წავიდა ქვეყნიდან. ერთი ეს იყო ის, რომ მას არ ჰქონდა ამერიკის იმ ადმინისტრაციისგან ის მხარდაჭერა, რაც მას მისცემდა საშუალებას. ჯიმი კარტერია მაშინ პრეზიდენტი, რომ ბოლომდე ეს რადიკალური მეთოდები გამოეყენებოდა, რაც სამწუხაროდ ამ რეჟიმმა გამოიყენა იანვარში ამ წლის. და მეორე იყო ის, რომ უკვე მისი უსაფრთხოების აპარატიც გაიხლიჩა. ეს არის ყველაზე კრიტიკული მომენტი ნებისმიერ რეჟიმისას, როდესაც შენი რეპრესიული აპარატი არ არის მზად ბრძანებების შეასრულოს. აი მაშინ თავდება რეჟიმები და მიდის ამერიკაში, ამერიკიდან მალევე დეპორტაციას უკეთებენ ახალი რეჟიმის მოთხოვნით და ბოლოს ანვარ სადათი, ეგვიპტის პრეზიდენტი აძლევს მას თავში საფარს და მალევე იქ დაიღუპება და იქ იღუპება. ეხლა რაც შეეხება ამ რეჟიმს, ხო? ამ რეჟიმის სამ რეჟიმზე გადავალთ. რამოდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი რო გამოვიდანთ. ერთი ის, რომ ის სურათი არის აბსოლუტურად ესეთი რაღაც ერთგვარი ესეთი ვიზუალური ეფექტია, რომ აი ეს უწოდებს ცნობილი ანალიტიკოს კარემ საჯაპური,
იმის წარსულის ნოსტალგია მომავალში, იმიტომ იმ ვიდეოებში, რასაც ხედავს ხალხი, ახლანდელი ახალგაზრდობა, ვისაც რა თქმა უნდა შაჰი არ ახსოვს, დემოგრაფიულად ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანა ერთ-ერთი ირანი. ხო, ძალიან ახალგაზრდა. და დიდი შობადობა ქონდათ სულ და იმ ვიდეოებს უყურებენ, იმას ხედავენ, რომ შეიძლება იყოს მათი მომავალი. ხო, თორე ის სინამდვილე არის, რომ ამის პარალელურად სინამდვილე არავის არ ახსოვს, იმიტომ ძალიან დიდი ძო გავიდა იმის. და პატარა იყო ის საზოგადოების ეს რაღაცა ურბანული მოსახლეობის რაღაცა ნაწილი, რომელიც ესე ცხოვრობს, მაგრამ ამის პარალელურად ირანი არის ქვეყანა, სადაც რავი არის სოფლები, სადაც წყალი არ მისულა ჯერ. ეგეთი ქვეყანა არის და სადაც აბსოლუტური რელიგიური სიბნელე მოქმედებს და აი ეს წვეულება სხვა შორის ვესტერნიზაცია გათიშულობა ხალხთან და ის ერთ-ერთი აი რატო იყო ეს პერსოპოლის ამბავიც გამოყენებული თქვათ ალი ხამენეის მიერ ხომეინის გამოყენებული იყო იმაში, რომ ხო სატანის ზეიმი იმას აღნიშნავს, წარმართულ ამბავს აღნიშნავს 2500 წლინადელი წარმართულ იმპერიას, ეს არ არის ისლამური წესი და მთლიანად ხალხს გაეთიშა და ერთის მხრივ იყო კონსერვატორების და რელიგიური ხალხის მიდგომა, რომ რაღაცა მართლა სატანის ზეიმია და აქ მეორე მხრიდან მემარცხენე ოპოზიციაც ამბობდა, რომ რაღაც იგიჟია, რომ იქ გარშემო სოფლები არის, რომელიც წყალს ვერ იღებს და იქ შამპანიურის მდინარეებს აწყობენ იმასთან, პერსოპოლისთან. მოდის ეს რეჟიმი, რომელიც საზოგადოებრივი დიდი მხარდაჭერის შედეგია, ხო? რეალურად. იცი რა, საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს ცვლილებას, მაგრამ ეს რეჟიმი თავისთავად დაკვეთა იმაზე რაც ამათ გააკეთეს. ხო, არა, ეგ არა, მაგრამ ამათი მოსვლა ეს განსხვავებული ჯგუფებია აქ. საბოლოოდ ხომეინი რო ჩამოდის იწყებს უკვე ერთგვარად ძალაუფლების მონოპოლიზებას, მაგრამ ამაში სხვათა შორის ამ აქციებში ძალიან აქტიურად შაჰის წინააღმდეგ ქალები ახალგაზრდები მონაწილეობდნენ და უკვე ხომეინი რო იმტკიცებს ამ ძალაუფლებას და პირველი კანონი შემოდის, რომ სავალდებულოა ჰიჯაბების ტარება, უზარმაზარი აქცია ტარდება მის წინააღმდეგ, იგივე ხალხის მხრიდან, რომ ამის ფოტოებით ასევე ქალების აქცია, რომ ამას ჩვენ არ დავემორჩილებით. დიდი შიდარყევებია, მე უკვე ეს სახალხო მოჯაჰედები ყველაზე რადიკალური ის არის მარქსისტულ ისლამისტური ჯგუფი. სიგიჟე მარქსისტული მარიამ რაჯავია დღეს მათი ლიდერი დიასპორაში ყოფილა. ნუ ესენი ტერაქტებს აწყობენ, კლავენ მაშინდელ პირველ პრეზიდენტს, მათივე ტერაქტის გამო ქონდა ხელი გაშეშებული ალი ხამენეის და ნუ მე უკვე ხო და გადამწყვეტი მომენტი არის, როდესაც ამ ირანი ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში გახსოვს შენ ამერიკის საელჩოზე თავდასხმა თქვენ დაიყვანეს ხალხი მერე ძლივს დაიხსნა ამერიკამ ეს ხალხი ფარული შეთანხმებით და ირანი ექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში არავის არ უნდა ირანი არც ამერიკას არც საბჭოთა კავშირს არც არაბულ ქვეყნებს ყველანაირად იქ ვეღარ არის ძალიან და ამ დროს მაშინ საბჭოთა კავშირი რატოა ეგეც რო თქვა ეს ანტისაბჭოთაც იყო თავიდან რელიგიურია და ანტისაბჭოთა სხვათა შორის ხო და მოკლედ გადამწყვეტი მომენტი არის, როდესაც სადამ ჰუსეინი ერაყის მაშინდელი ლიდერი ჩათვლის, რომ ესენი არიან ახლა სრულ იზოლაციაში, შიგნიდანაც არასტაბილურობა აქვს და მოდი მე დავესხმებით თავს ირანის სამხრეთში, ამ დიდ პროვინცია ხუზესტანს, სადაც ბევრი ნავთობია, სადაც სუნიტები ცხოვრობენ ასევე და დავიპყრობ ამას, ხო? და სამწუხაროდ ეს არის კატასტროფული შეცდომა სადამ ჰუსეინს, იმიტომ რომ ეს საგარეო თავდასხმა, ნუ ამ დროს ახდება, ესენი ჯარს შლიან, აშენებენ ამ გუშაქთა კორპუსს, რომელშიც მოყავთ ეს ქუჩებიდან ყველაზე რადიკალი ისლამისტი ესენი და ეს პროფესიული არმია სუსტდება, რომელზეც ამდენი ფული აქვს დანახარჯი იმას. რომელიცაც აიარაღებდა ბრიტანეთი, წუთნიდა ბრიტანეთი და ყველანაირად ეხმარებოდნენ და ნუ სისუსტის მომენტად აღიქვა სადამმა და თავს ესხმის და იწყებს ერთ-ერთ ყველაზე უაზრო ომი ამ სოფლის ისტორიაში, იმიტომ რომ 8 თუ 9 წელი გაგრძელდა, ორივე მხარეს დაიღუპა 9 მილიონი ადამიანი, შეიძლება მეტრიც და საზღვარი არ შეცვლილა. არავითარი პოლიტიკური შედეგი არ მოყვა. დასრულდა შეთანხმებით, ზუსტად იგივე ხაზზე გაიარა საზღვარმა, სადაც ომამდე იყო. მაგრამ ამ ომმა მოიტანა ის, რომ ყველა საგარეო თავდასხმას და კრიზისის ასახასიათებს, რომ ხელისუფლების ირგვლივ ერთიანდება ხალხი. და მე უკვე მარტივი ხდება ამ შიდა დინებების კონსოლიდაცია, იმიტომ რომ ხელისუფლებას უნდა დაუჭირონ მხარი და ამ საგარეო თავდასხმას იყენებენ იმისთვის, რომ ერთის მხრივ რა თქმა უნდა ეს
ბასიჯების ფენომენი ჩდება, როდესაც პატარა ბიჭები ხამენეის ხომეინის ფოტოებით გარბიან ამ დანაღმულ ველებზე და თავს წერამენ და ტანკებს უვარდებიან და საუბრობთ 16 რელიგიური ფანატიზმი უკვე ტრანსფორმირდება კონკრეტიკაში. და თან ეხა ნარატივი რა არის, რომ ამათ უკან დგას ამერიკაც იმისკენაა, საბჭოთა კავშირის იმისკენაა და თვალსაჩინო ისრაელი არ იყო სადამისკენ, იმიტომ სადამ ჰუსეინი იმას სადამსაც ქონდა ბირთვული პროგრამა და ძალიან ეშინოდა ამ ბირთვული პროგრამის ოსირაკის ბირთვული ეს იყო ატომური ელექტროსადგური და ამ ომის დროს ჯერ ირანმა სცადა ამ ოსირაკის დაბომბვა და ვერ გაანადგურა რაღაც ააცილეს თუ არ მახსოვს ამხდა და მე ისრაელმა გაანადგურა 82 წელში თუ 3 წელში ეს ოსირაკის ატომური ელექტროსადგური ერაყის ტერიტორიაზე. ხო და ეხლა რომ დავაბრუნდეთ ამ ომს, აქ რა არის თავარი, რომ სრული შიდა კონსოლიდაცია ხდება, განსხვავებული აზრი აღარ აესეტას და იწყებენ ესენი რეპრესიებს. ეხლა მოკვდა შანწინ პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, რომელიც იყო მაშინ ერთ-ერთი მეთაური ამ სასამართლოსი, ახალგაზრდა იყო და თეირანის ჯალათსაც ეძახდნენ თუ ყასაბს, თეირანის ყასაბს ეძახდნენ რაისის და მოკლედ იწყება ამ განსხვავებული აზრის სრულესა, მაგრამ ეს ომი ირანს გამოფიტავს სრულად რესურსებისგან, იმიტომ იწყება მისი სანქცირება და იზოლაციაც ყველაფერთან ერთად და ბოლოს ომის დასასრულს აიათოლა ხომეინი ამბობს ამ თავის ცნობილ სიტყვებს, რომ აქ ამ პირობების ცეცხლის შეწყვეტაზე ხელის მოწერას მერჩევნა საწამლავით სავსე თასი დამელიაო, მაგრამ ისიც კი იაზრებს, რომ უბრალოდ ირანს აღარ შეუძლია ამ ომის გაგრძელება და აწერენ ხელს ცეცხლის შეწყვეტას და თავდება ომი და დღემდე ირანში არის სოფლები, სადაც შეხვდებით ამ ობელისკებს, რომ იმ ომში დაღუპული ხარ. ანუ ეს არის მათი კოლექტიური მეხსიერება იქ გამოიზევწა იმ ომში. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური კონსოლიდაცია, ეს არ არის მხოლოდ კონსოლიდაცია ხელისუფლების გარეშე. აქვე მნიშვნელოვანია ალბათ რომ ვთქვათ, რომ ირანი არის იმპერია. ძალიან ფრაგმენტული, სადაც არის ბევრი ძალიან გავლენიანი ძლიერი ეთნოსი, რომელიც ერთმანეთთან ხშირად თანხმდრაში არ არის. ის გამოც ეხა მაგალითად სერიოზული რისკი შეიძლება დადგეს, როდესაც მარწუხები მოეშვება იმისა, რომ შიდა კონფლიქტებმა იჩინონ თავი, რომელიც არსებობს ყოველთვის. ანუ გომი იყო მათ შორის არა უბრალოდ ხელისუფლების გარშემო პოლიტიკური კონსოლიდაცია, არამედ აი ამ რაღაც ერთგვარი უნიტარიზების, ყველაფრის გაერთიანების. სამამულო ომი. ხო, სამამულო ომად შეკრა ამ მართლა აბსოლუტურად უაზრო სამხედრო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე უაზრო ისტორიის. რეჟიმი, ანუ რა პერიოდი არის 80-იანი წლებია, 80-იანი წლების ბოლოს, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეჟიმი არის სრულად კონსოლიდირებული. კი, თუ შეიძლება ვიტყვი იმაზე, აი მაგასაც მოკლედ ვიტყვი შენას თქვი, რა არის ანუ სტრუქტურა. ხო, შაჰის დროს მაინც სპარსელები იყვნენ წამოწეული თანამდებობაზე და ამ ისლამური რესპუბლიკა არ ეფუძნება ირანულ ნაციონალიზმს. ის იყო უფრო ეთნონაციონალიზმი. ეს რა თქმა უნდა არის ირანული ნაციონალიზმი, მაგრამ აქ თავად ეს შიიტური ისლამზეა დაფუძნებული. და ის მაგალითად აზერბაიჯანელებიც შიიტები არიან, ხო, რომელიც არიან მოსახლეობის 15-25% სხვადასხვა გათვლებით ირანის, ხო? და თვითონ ალი ხამენეი ნახევრად აზერბაიჯანელი იყო, ბევრი პრეზიდენტი თუ სხვა თანამდებობის სამხედრო ელიტაში საერთოდ იმ ომში ყველაზე მაგრად მაგათი ომის ერაყთან ომში, ანუ ამით იმის თქვა მინდა, რომ ეგ ეთნიკურობის საკითხმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. ჩვენ გვაერთიანებს წმენა. ესაა აქ მთავარი საკითხი. მოკლედ ვიტყვი კიდე სტრუქტურას, ყველაზე დიდი ჯგუფი არიან სპარსელები, მაგრამ არიან ნახევარზე ნაკლები, აზერბაიჯანელები 15-25%, ქურთები სადღაც 15% და მე არიან კიდე პატარა ჯგუფები, თალიშები, ბალუჯები, ასე შემდეგ. მაგრამ ერთი რაღაც კიდე რასაც შეცდომასაც უშვებენ, ეს ამ ეთნოსებში ძლიერი სეპარატიზმი ბევრში არ არის, იმიტომ რომ 3000 წელი ერთად ცხოვრობენ ეს ხალხები სხვადასხვა საზღვრებში, დიდი უძველესი იმპერია. მათი საერთო იმპერია. მათი საერთო იმპერია, კი. ხო, რაც შეეხება ახლა რეჟიმის სტრუქტურას, ეს არის სრულიად უნიკალური სტრუქტურა. ერთი კითხვა, სანამ რეჟიმის სტრუქტურაზე გადავალთ, ამ ოჯახს, იმიტომ რომ ბევრს აინტერესებს ხოლმე, რომ აი ეს რაღაცა ფეხლებების ოჯახი, ის ბაბუა, რომელსაც სვავენ, შეხად
მის წარმომავლობა, რომელსაც ისინი ცდილობენ, მე მოჰამედის ცდილობს რომ დააკავშიროს აუცილებლად რაღაც დარიოს დიდთან და სირიოს დიდთან და ასე შემდეგ. ეგ რა არის? ესენი დაცინვით ისლამისტური რეჟიმის წარმომადგენლები ტაჯიკიაო ეძახიან. საერთოდ არ არიანო ეგენი ირანელები. თუმცა ტაჯიკების ირანელების მონათესავე ხალხია. ზოგადად ამათი წარმომავლობა მე მგონი უფრო გამოგონილია და კავშირდება. ხო, მოგონილი. ეს კაცი იყო რუსეთის იმპერიის არმიაში, ბაბუა ამის ამ პრინცის ახლა ვინც არის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური იყო, რომელიც რუსების მხარეს იბრძოდნენ და პირველი მსოფლიო ომის მერე რაღაც კომპრომისული ვარიანტი იყო მისი მოყვანა რუსების და ბრიტანელების. ხო, დიდგვაროვანია, არის რაღაც არისტოკრატიის ნაწილი, მაგრამ არა იმპერატორი. სულად ახალი დინასტია. ანუ ეს არა ხო, რაღაც ქსერქსის და დარიოსის შთამომავალი არ არის. სულ ორი მონარქი ყავდათ, ანუ რაც შეეხება ხა ხო, რა დაუბრუნდეთ ცოტა შექმნეს სულად უნიკალური სისტემას არის უზენაესი ლიდერი, რაჰბარი, რომელიც არის ყველაფრის პირველი პირი. ამ უზენაეს ლიდერს ირჩევს ექსპერტთა საბჭო 88 სასულიერო პირისგან შემდგარი. აი ამ 88 კაცს ირჩევს ხალხი 8 წლის ვადით ყოველ 8 წელიწადში რა. ამ რაჰბარის მიღმა ეს ექსპერტები ყველა რელიგიური პირები არიან, აბსოლუტურად 88 არის რელიგიური პირი. ოღონდ არჩევითი? კი, არჩევითი ხალხის. ამის მიღმა არსებობს მთავრობა. პრეზიდენტი, პრეზიდენტს ირჩევს ხალხი. არსებობს პირდაპირ არჩევნის გზით. კი, 4 წლის ვადით. არსებობს პარლამენტი, რომელიც პირდაპირ არჩევითი გზით, მეჯლისი. კი, ოღონდ პარლამენტის და პრეზიდენტობის კანდიდატად ყველა ვერ რეგისტრირდება. ამ პარლამენტის და პრეზიდენტობის კანდიდატები შეიძლება დაბლოკოს ეგრეთ წოდებულმა მეურვეთა საბჭომ, რომელიც დანიშნულია და შედგენილია რაჰბარის მიერ. და საუბრობთ მეც და შენს თუ გვინდა ირანის პრეზიდენტად კენჭისყრა, სანამ ის მეურვეთა საბჭო ჩვენზე თანხმობას არ გამოსცემს, ვერ დავრეგისტრირდებით კანდიდატად. ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის ყოველთვის იყო გამონაკლისებიც, მაგრამ თითქმის ყოველთვის ირანის პრეზიდენტი ვინ გახდებოდა, ხამენეის ან ხომეინის ხელდასმით ხდებოდა და რაჰბარი არის აიათოლა. რაჰბარი არის აიათოლა. თავარი აიათოლა. ეს განსაკუთრებულ პრობლემას ეს მეურვეთა საბჭო ქმნის იმაზე, რომ პარლამენტის არჩევნებზე ძალიან ხშირად ხდებოდა ეს, რომ თუ შედარებით რეფორმისტი პრეზიდენტი იყო, იმის ხალხს პარლამენტის არჩევნებზე არ არეგისტრირებდნენ და ეს რეაქციული ხალხით თუ გაიჭედებოდა პარლამენტი, ნებისმიერ ზომიერ გადაწყვეტილებას მე ეს პარლამენტი უბლოკავდა. ამის გარდა პარლამენტი არის მაჟორიტარული წესით ირჩევა. მგონი რეგიონულ პროპორციულ. რეგიონულ პროპორციულ. პარტიების ამბავი რა? პარტიების ამბავი არის ორი დიდი ჯგუფი, ასე ვთქვათ, რეფორმისტები და პრინციპალისტები ვქვიათ. მათ მიღმა მე ეს პარტიების სახელები ბევრია და იცვლება. ასევე სხვათა შორის რელიგიური კვოტებია ირანში. ერთი სომეხი დეპუტატია, ერთი ებრაელი. ეს ანტისიონისტი ებრაელები ყავთ, ვინც აგინებენ ისრაელს. საინტერესო პერსონაჟები არიან ყოველთვის. კიდე, ვინც არის მოკლედ ესე კვოტები არის პარლამენტში, მაგრამ მოკლედ კიდე არის ერთი საბჭო, რომელიც კიდე ცალკე რაჰბარს ემორჩილება, რომელიც წყვეტს ხელისუფლება პარლამენტსა და მთავრობას შორის არსებულ დავებს, ის წყვეტს. და ასევე დანიშნულოვანი სტრუქტურა ის სასამართლო, რომელიც ასევე რაჰბარის მის ქვეშ არის, ხო? ერთგვარი თეოდემოკრატია? შეგვიძლია ვთქვათ? ყოფილა ქართულ პოლიტიკაში ასეთი ცნება თეოდემოკრატიის მეგობრებო. დემოკრატია რამდენადაა არ ვიცი, მაგრამ ანუ შეგვიძლია არ არის, რეალურად არ არის ყველაფერი არ დგას ხო, ანუ ივიბად მაინც ხალხი ირჩევს რაჰბარსაც მაგალითად, იმიტომ რომ ყველაფერი კონსულტაციური არის, ხო? რაღაც საბჭოებია, რომელიც წყვეტენ რეალურად საქმეს. მაგრამ ბერკეტები ამის ხელში. რა თქმა უნდა. ხო. სხვათა შორის ამ ექსპერტთა საბჭოს რაჰბარის გადაყენებაც შეუძლია. ხო, მაგათო, ხო, მაგრამ აქ ხო, ეხლა გადამწყვეტი მომენტი ალბათ ვიძეთ ცოტა სანამედროვე ეპოქაზე გადავალთ, არის ის, რომ მე რო ვახსენებ ხომეინი თქვა, რომ საწამლავით სასმე თავს დავle, უკვე ასაკშია ხომეინი და მალევე გარდაიცვალა ის ამ ირან-ერაყის ომის და იმის ფონზე რა ასაკშიც იყო. და ამ დროს ეხლა ფავორიტი
იყო აიათოლა მონთაზარი, ეგეთი ძალიან ლეგენდარული პიროვნება, სახის ციხეში ნაჯდომი და ასე შემდეგ და ამ მონთაზარმა სანამ მოკვდებოდა ხომეინი, განცხადება დადო, რომ ზედმეტებს ვაკეთებთ რომ ზედმეტი რეპრესიები, შეზღუდვები ასე შემდეგ და არ ემხრობოდა მაშინვე ის ჩამოვარდა ამ კანდიდატობის იმიდან. ხო, რეფორმიზმი არ მოსწონს, არ არის საზოგადოების დაკვეთა, ასე ვთქვათ, არ ყოფილა. ნუ ელიტის დაკვეთა არ არის ეს და ნუ საბოლოოდ ხდება ის მოკლედ რომ მაშინ პრეზიდენტი არის ალი ხამენეი. პრეზიდენტია ქვეყნის, მანამდე ცოტა ხანს არის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თუ მაღალჩინოსანი, მე პრეზიდენტია, ის ძალიან პოპულარული ხდება ამ ირან-ერაყის ომის დროს, რომ ეს ხოთა შეიძლება მოჩთაბა თუ არის ეს მისი შვილი, ესეც იბრძოდა იმ ირან-ერაყის ომში მოხალისედ და ნუ მაშინ იხვეჭს სახელს მანამდე თან აფეთქეს ამათმა და ეგეც მის ავტორიტეტსაც დაეხმა, მაგრამ ყველა სასულიერო პირად არ არის კაცი ესეთი მისი მთავარი ავტორიტეტი დგას იმაზე, რომ ფუნქციონერი იყო კარგი და არა ის რომ მაღალი რანგის სასულიერო ავტორიტეტის მქონე პირია. და მას საბოლოოდ ასახელებს მაშინდელი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი ელიტაში, რაფსანჯანი, პრეზიდენტის იყო, რომელიც მას რაფსანჯანი საქართველოსშია დამყოფი, ხო? მე მგონი არის კი. და რაფსანჯანი მას ასახელებს კანდიდატად, სხვა შორის ამის კადრები არსებობს, როცა ის კანდიდატად რაფსანჯანი ზის ამ ექსპერტთა საბჭოს პრეზიდიუმში ასახელებს ხამენეის, ეს კაცი ავირჩიოთო და ხამენეი გამოდის სადაც ამბობს, რომ მე არ ვარ ამის ღირსიო და არ უნდა ამირჩიოთო და ამ ხალხს უმტკიცებს, რომ მე არ ამირჩიოთ უზენაეს ლიდერად. მე რაფსანჯანი ამბობს, ეგ არ განიხილებო, ხმა მეცი თუ ხმას აძლევენ, ირჩევენ და ხამენეი ტირის. ესეც ცნობილი კადრები, ანუ მისთვის ეს არის უდიდესი პატივი და ესა მიღწევა. მისი აზრით დაუმსახურებელი. მისი აზრით დაუმსახურებელი და მართლაც დაუმსახურებელი. ეხლა რა არის რაფსანჯანის გათვლა? რაფსანჯანის გათვლა არის, რომ ეს არ არის რელიგიური ავტორიტეტი. არ აქვს რაღაც მარტივი სამართავი. და ჩვენი მარიონეტი იქნება და ნუ რაფსანჯანი შეცდომა, რომელიც ისტორიაში ბევრჯერ დაუშვია, მათ შორის მაგალითად ბერეზოვსკის და სხვას პუტინთან დაკავშირებით 99 წელს. კი ბატონო. და მე ხდება ის, რომ ამ ერაყთან ომის პროცესში გამოიკვეთა რევოლუციის გუშაგთა კორპუსის როლი. და ყველა გმირი გახდა, მოკლედ, ვინც იქ წავიდა ომში, მართლა იყო თუ არა გმირი, აღარ ჰქონდა უკვე მნიშვნელობა. და ხამენეის დასაყრდენი ხდება ეს რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და ეს სტრუქტურები ახლა ჩვენაც ჩამოვთვალეთ. პარლამენტი იქნება, მთავრობა თუ რა იქნება, ყველგან მოდის ნელ-ნელა გადმოდის ხალხი, ვინც იმ ომში იბრძოდა ამ გუშაგების ფარგლებში. მე რა თქმა უნდა ეს არის კორუმპირებულესი სტრუქტურა და ესენი იღებენ ხელში ამ ნავთობისა და გაზის შემოსავლებს იღებენ ხელში, ხო და საბოლოო ჯამში ხდება ის, რომ 97 წელია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელი, როდესაც ხათამი ხდება პრეზიდენტი, შედარებით რეფორმისტი პოლიტიკოსი, ეს დიდი მოულოდნელობაა მაშინ, მაგრამ მოხდა ეს ის ორი ვადით იყო პრეზიდენტი, თუმცა ის ვერ ატარებს იმ რეფორმებს, რასაც ხალხს პირდება. სხვადასხვა როცა ორი ვადით დაასრულა პრეზიდენტობა, წიგნი დაწერა, სადაც წერს რატომ ვერ შეძლო იმის გაკეთება, რასაც ხალხს დაღპირდა და ყველაფერს გუშაგთა კორპუსს აბრალებს. და მოკლედ მე უკვე ამ პერიოდში ალბათ უნდა ვისაუბროთ გეოპოლიტიკურ ცვლებზე. გეოპოლიტიკური ცვლა არის ის, რომ როდესაც თავდება ერაყში ომი, კიდევ უფრო აქტიურად შემოდის ეს იდეა, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ რევოლუციის ექსპორტი. რაც ნიშნავს, ანუ ჰეზბოლას ამბავზე მივდივართ, ხო? მივდივართ იმაზე, რომ ამ რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ყავს საგარეო საექსპედიციო დაჯგუფება ყუდსის ძალები, რომლის მეთაურიც არის ლეგენდარული პიროვნება, ეხლა აღარა ცოცხალი ყასემ სოლეიმანი და იწყებს როგორ თქვა ეხლა ღმერთმა განაცხადეს მისი სული თქო. იწყებს ირანი მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით, ჯერ მხოლოდ შიიტური და მეორე ზოგადად ანტიამერიკული ძალების შეერაღებასა და დაფინანსებას. ხო, ლეგენდარული პერსონაჟი, როგორც ყველა მიცოდეთ, ერთ-ერთი ყველაზე პირსისხლიანი წარმომადგენელი ამ რეჟიმის და კაცი, რომელიც შეერთებული შტატებისთვის და დასავლეთისთვის ითვლებოდა ერთ-ერთ მთავარ მტრად. 2020 წელს მოკლეს ბაღდადის აეროპორტის გზაზე. ბენ ლადენის რანგის სტერი იყო ამერიკისთვის. ისეთი ბომბით დაბომბეს დრონით, რომ მისი სხეულისგან არაფერი დარჩა, მხოლოდ ბეჭედით მიხვდნენ, რომ ეგ მოკვდა.
ესეთი ის იყო, ესე და 2020 წელს. 20 წელია ხო? კი, ხო, ახლა რატო ვამბობთ ამას? ხო, ეს ხდება უკვე ზოგადი ახლო აღმოსავლეთის, ანუ ეს ირანი ფართოვდება ამის გავლენას იფართოვებს. პირველად რა თქმა უნდა, ეს რევოლუცია ემთხვევა ჰეზბოლა ლიბანში სამოქალაქო ომს და ჰეზბოლას ფენომენი ჩნდება, მან განსაკუთრებული მოვლენა არის ამერიკული და ფრანგული ბარაკების დაბომბვა. მე მგონი ერთ-ერთი პირველი შემთხვევა კამიკაძე თავდასხმების მაშინ ამ ისლამურ ტერორიზმში, როცა სატვირთო ავტომობილში ტვირთავენ ბომბებს და მძღოლი მიდის და მაღალი სიჩქარით ეჯახება, ასობით ამერიკელი და ფრანგი დაიღუპა მაშინ და მაშინ რეიგანს გაყავს საერთოდ ლიბანიდან ამერიკის ჯარი, იმიტომ ეს უკვე ის ხდება თავის ტკივილი მათთვის და ლეგიტიმურობის პრობლემაც აქვს ასეთ ინტერვენციას. მოკლედ ჰეზბოლას გარდა კიდე რა ორგანიზაციები არის? ხო, ჰეზბოლას გარდა არის მაშინ პრინციპში არაფერი და მერე უკვე ჩნდება ბაშარ ალ-ასადი, მას შემდეგ რაც სამოქალაქო ომი იწყება განსაკუთრებით მაშინ და ყველაზე კრიზისულ მომენტში, როცა ასადი თითქმის დამარცხების ზღვარზეა, ჰეზბოლა და ირანი გადაარჩენს მას, რომ სამოქალაქო ომში რაღაც წესრიგი შეინარჩუნოს. ავღანეთში რა გავლენები აქვს ამ დროს? ავღანეთში მათ თალებებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ ძალიან, ხშირი სასაზღვრო შეტაკებები იყო, თალიბანი სუნიტური რადიკალიზმია და ესენი შიიტები არიან. არ აქვს კარგი ურთიერთობა ავღანეთთან. და ალბათ ერაყი ამ მნიშვნელოვნად სახსენებაა, იმიტომ სადამ ჰუსეინი იყო მათი დაუძინებელი მტერი, ხო და შიიტებს ძალიან ჩაგრავდა და როგორც კი ამერიკული ინტერვენცია მოხდა და ამერიკის შეიცვალა ერაყი, მოკლედ მაშინ შეიქმნა უკვე გათავისუფლდა სივრცე ქურთებმა ავტონომია მიიღეს, შიიტები ხელისუფლებაში მოვიდნენ და სადამის დამხობის მერე იწყება ერაყში ირანის ეს პარადოქსია, მაგრამ ამერიკულმა ინტერვენციამ ის მოიტანა, რომ ირანის გავლენა გაიზარდა ერაყში, დღემდე ყავთ მათ რაღაც შეიარაღებული დაჯგუფებები ერაყში და ну პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რასაც რუკაზე ხედავთ, ეგ ერაყი არ არსებობს. ხო, რა თქმა უნდა, სამი სხვადასხვა ქვეყანაა, ერაყის ქურთისტანი ცალკეა, ეს შიიტებით დასახლებული ტერიტორიები ცალკეა, სუნიტებით დასახლებული ტერიტორიები ცალკეა. აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვითარდებიან, ძალიან ცოტა კავშირები აქვს მათ შორის ერთმანეთთან. და მესამე კიდე ეგეთი წერტილი არის, ესეც უკვე გვიანი მოვლენა ამ არაბული გაზაფხულში, იემენი, სადაც ჰუსიტებს ეხმარებიან ძალიან და ჰუსიტები არიან საუდის არაბეთის საწინააღმდეგო განწყობილი და აიარაღებენ მათ დრონებს აწვდიან, აფინანსებენ და საუდის არაბეთს ჰქონდა 2015-16 წლებში ძალიან წარუმატებელი ინტერვენცია იემენში, რომელიც ბევრად ღარიბ და ცუდად შეიარაღებულ ჰუსიტებს ვერ მოუგეს მოკლედ დომე. მოკლედ ეს ირანი არის ესეთი დიდი საცეცები აქვს მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. ეს ყველაფერი ხდება თან რაღაც 10 წლეულების გაზის ფულით ხდება იმ ფონზე, როდესაც აი ეს ქვეყანა კი არა ეს უშევით დიდარი, მაგრამ ძალიან ღარიბია, იმიტომ რომ სანქციები არის უმკაცრესი. თან აქ სანქციები ლაპარაკი არის 10 წლეულებია. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ყიდულობს მათგან ნავთობს არის ჩინეთი. გაზი ბევრი აქვს, მაგრამ მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის აქვს. ცოტა გაზს აზრავს სომხეთს, ეს გაზი შედის სომხეთის თბოელექტროსადგურებში და მე დენსიფრუნებენ. წარმოიდგინე ირანს იმის თავი არ აქვს, რომ ახალი თბოელექტროსადგურები ააშენოს, იმიტომ არ არსებობს დასავლური კომპანია, რომელიც ერთ კომპონენტსაც კი მიჰყიდის მათ ამ ასეთი იმის, ანუ ჯოჯოხეთური იზოლაცია, ჯოჯოხეთური იზოლაციაში და არის უმძიმეს აი სტრუქტურულ კრიზისშია რა ეკონომიკურში და ალბათ აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ამის მიუხედავად ეს ეჯახება ძალიან განათლებულ და ინტელექტუალურ ახალგაზრდობას და საშუალო კლასს, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ემიგრაციის მაჩვენებელი და ბევრი წავიდა და ბევრი კიდე მიდის, კიდევ ვიტყვი, რომ ახალგაზრდა მოსახლეობა ყავს ძალიან დიდი. რამდენჯერაც არის ცადეს ეს უნივერსიტეტებზე სრული კონტროლი დაემყარებინათ და გავლენა რა თქმა უნდა ხა იქ ხო სასწავლო მასალები სრულად ინდოქტრინაციაზეა გამომართული, ყოველთვის უნივერსიტეტები არის მაინც პროტესტის მთავარი კერა. იქ ინტელექტუალი ფასობს. და მე ხა მოვყვები პატარა ქრონოლოგიას მთავარი პროტესტები როდის იყო. კი, ძალიან საინტერესოა, მაგითი მივდივართ დღევანდელ დღემდე უწევ. პირველი იყო ალბათ 90-იან წლებში იყო რაღაც პროტესტები ქალთა უფლებების მოსყიდვა, ყველაზე დიდი ერთ-ერთი პირველი იყო 2009 წელი, როდესაც მაშინ ამ მეურვეთა საბჭომ და აიათოლა მეგეთ შეცდომა დაუშვეს, რომ
საკმაოდ თავისუფალ გარემოში ჩაატარეს საპრეზიდენტო არჩევნები და დაარეგისტრირეს კანდიდატად. მაშინ ანუ აჰმადინეჯადი პირველი ვადამ დამთავრებული აქვს, უკვე საკმაოდ არაპოპულარულია, მისი პოპულიზმის არავის აღარ სჯერა. აჰმადინეჯადი არის ირანი, ახალგაზრდობის ირანი აჰმადინეჯადის სახესთან ასოცირდება და ამბაზიის საროჭკებთან, რომელთაც ეს კაცი დადიოდა ხოლმე. ქაული ტრამპია რა, რაც ელიტას არ წარმოადგენს ამ. არა, სახალხო კაცი არის. თერანის ყოფილი მერია, გაუპასწავი, ყვირდება ყველაფერს, მაგრამ ვერ გისურვებს და მაგრამ არის უკიდურესად ულტრაკონსერვატორი და ეს რა თქმა უნდა მიუღებელია და მის კონკურენტად გამოჩნდა მუსავი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არ აუკრძალეს დარეგისტრირება არჩევნებზე და ეს მუსავი ხარ ის კი არ იყო ვიღაც ლიბერალი. ეგეც ამ რეჟიმის წარმომადგენელი იყო, მაგრამ მისი მესიჯი იყო ის, რომ ცოტა გავაზომიეროთ ვითარება, ახლა ეს აჰმადინეჯადი რაც რადიკალური იყო, მეტ იზოლაციაში ექცეოდი, მეტი სიღატაკე და სანქციები მოდიოდა და მოკლედ გაუყალბეს არჩევნები, რაღაც არანორმალური აქტივობა დაწერეს მეორე ტურში. 73-14% მიიღო ამ აჰმადინეჯადმა, თითქოს მიიღო და დაიწყო ეგრეთ წოდებული მწვანე მოძრაობა. მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოღონდ მაშინ ეს რეჟიმი კიდე ესეთი ლეგიტიმური და არაპოპულარული ეს როგორც წელს ვნახეთ, იმიტომ ხალხი ითხოვს რომ გადაითვალეთ არჩევნების შედეგები, კიდე შეერაც შეიძლება გადაგითვალონ შედეგები და ან რაღაცა უბნებზე ზოგიერთ ახალი არჩევნები ჩაატარეს. ეს ჩვენთვის ნაცნობი გულუბრყვილობა არის. და ნუ სასტიკად ჩვენს მეგონა რაღაცები სასტიკად აგვევენ ამ ხალხს. და ჩაახშობა სესხში და მაშინ პირველად ჩნდება ამ დიასპორაში მყოფ ირანულ მედიაში მუჯთაბა ხამენეის სახელი, რომელიც დღეს ითვლება რომ ალი ხამენეის მემკვიდრეა მთავარი, მის შვილის, რომ ის არის ორგანიზატორი ამ სისასტიკის, რაც ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მოკლედ ეს პროტესტები ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ჩახშობა 2009 წელს სანამ აქ მოვდივართ რაც ხდება. მე უკვე უბრალოდ აჰმადინეჯადს უფუჭდება ურთიერთობა განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარე ალი ლარიჯანისთან. ლარიჯანი რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟი. მაშინ ითვლება პრაგმატისტ ტიპად ითვლება ლარიჯანი. ეხა მოყვები რატომ? მოკლედ უფუჭდება ამასთან ურთიერთობა, აიათოლას ეს არ ემორჩილება ყველაფერში. თან ცელდება ინფორმაცია მის პირად გამდიდრებაზე, ყველგან ნათესავებს ნიშნავს თუ ვინმე ჰყავს და გარკვეულ დასავლურ კავშირებზეც არაპირდაპირ. ეგ არ ვიცი. არაპირდაპირ დასავლურ კავშირებზე მე გამიგია რაღაცეები, რომ ამ კაცს აქვს რაღაცა კომუნიკაცია სხვა დასავლურ ქვეყნებთან. შეიძლება. მოკლედ პარლამენტში იქნება საგამოძიებო კომისია პრეზიდენტის წინააღმდეგ. ლარიჯანია თავმჯდომარე. აი ეს რას ნიშნავს მაინც ძლიერი პერსონაჟები ეგეთ რეჟიმში. საამებლად აიათოლასი, რომელსაც უკვე ათვალწულებული ყავს აჰმადინეჯადი და მოკლედ მისი მეორე ვადა არის სრული კრახი. პრაქტიკულად ყოველად გაუყალბეს ეს არჩევნები. და ამ დროს ეს აიათოლა ხამენეის ძალიან ერთგული მოკავშირე და მრჩეველი და მეგობარი ჰასან როჰანი, რომელიც იყო მანამდეც ამერიკასთან და დასავლეთთან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, როგორღაც არწმუნებს ალი ხამენეის, რომ მე ვაპირებ კენჭისყრას და ჩემი პლატფორმა იქნება ამერიკელებს დავალაპარაკოთ ბირთვულ შეთანხმებაზე, რომლითაც ჩვენ დავიწესებთ რაღაც შეზღუდვებს ამ ურანის გამდიდრებაზე და ბირთვულ პროგრამაზე, მაგრამ თანასწორად ისინი მოგვიხსნიან სანქციებს. ეს არის 10-იანი წლების დასაწყისი, ხო? ხო, 13-14 წელია. როდესაც ჰასან როჰანი დიდი სხვაობით იგებს არჩევნებს, ეს ყელში ამოსული ეს აჰმადინეჯადი და ეს ულტრაკონსერვატიზმი და ყველაფერი. ბამბაზიის საროჭო. და ამ დროს ობამა პრეზიდენტი ამერიკას ვენის ცნობილი შეთანხმება გზადა მოლაპარაკებელს. ხა მოკლედ ვიტყვი, რაც გულისხმობდა ეს, რომ უნდა დაშვებულიყო ყველა ბირთვულ ობიექტზე ეს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს წარმომადგენლობა წესდებოდა შეზღუდვები 3.5%. ხო, გაეროს ორგანიზაცია. 3.5%-ზე მეტად არ გამდიდრდება ურანი. ზოგადად 3.5%-ზე მეტად როგორც წესი სამოქალაქო საჭიროებების ურანი არ ჭირდება. ეხლა ამბობს დასავლური სადაზვერვო სააგენტოები 60%-ზე მეტამდე აქვს გამდიდრებული და როცა 90-ზე მეტად ამდიდრებ უკვე შეგიძლია ქობინი შექმნა.
ეს უმსუბუქდება ძალიან სანქციები ირანს, ქვეყნის ეკონომიკა ამოიშუნთქებს. ხო, ეგ პირველი შემთხვევა არის მთელი ისლამური რეჟიმის ისტორიაში. და სხვათა შორის ლარეჯანი რატო ვახსენე? პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში აქვთ ამ პრინციპალისტებს, ანუ კონსერვატიულ ფრთას. კონსერვატიულ ფრთას უმრავლესობა და ლარეჯანი ყველაფერს აკეთებსო ეს გავიდეს. იმას არ აკითხებს ტექსტს საერთოდ შეთანხმების 20 წუთი გაქვთ ხო ხმა მიეცითო, კენ ხელს ააწევინებს, მეაცემებს და მანამდე ლარეჯანიც იყო ბირთვული მომლაპარაკებელი ამათთან და სხვათა შორის ლეგენდარული სიტყვების ავტორია, რომ თქვენ შეგიძლიათ გაანადგუროთ ჩვენი ბირთვული ობიექტები, შეგიძლიათ გაგვინადგუროთ გამდიდრებული ცენტრიფუგები, ყველაფერი, მაგრამ თუ ერთხელ მაინც იცი ტექნოლოგია ამის, მაინც აღადგენა. ამიტომ რაც უნდა დაგბომბოთ, აზრი არ აქვს და არის ამაში სიმართლის მარცვალი სხვათა შორის. კი, რა თქმა უნდა არის. თუ ხალხი დახორცო რომელიც საკეთებს, ამდენს ხოცავენ კი იცი, ხა ბირთვულ ფიზიკოსებს ცალკე მოსადი და ცალკე, ну, ზედმეტად ერთ-ერთი ყველაზე საშიში პროფესია მეგობრებო, სოფლიოში. ირანში კი. მოკლედ რუჰანის ну, არა მარტო ირანში, რუსეთშიც და ყველგან რუსეთშიც ცნობილია გაქრობით ამ ხალხის. კი. ხო და რუჰანი ხდება ორივადით პრეზიდენტი, მაგრამ ეს რუჰანის ფრთას წარმატება დგას ბირთვულ შეთანხმებაზე, ხო და იმაზე რომ ქვეყანას ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. მაგრამ 2016 წელს პრეზიდენტი ხდება დონალდ ტრამპი. და დონალდ ტრამპი თავიდანვე და რესპუბლიკური პარტია სკეპტიკურად არის განწყობილი ამ შეთანხმების. ფაქტურად ატრიალებს ამ იმას. მოკლედ ისრაელიც რა თქმა უნდა თავიდანვე ძალიან უპეცად ვაყოფითა და ამის წინააღმდეგ და არგუმენტია ეს, რომ ესე მოგატყუებენ თქვენ ყველგან არ შეუშვებენ ამ ინსპექტორებს და სანქციები უმსუბუქდება და ეს აგრძელებს ბირთვულ იარაღთან მიახლოვებას და პრინციპში ეს არის მომენტი, როდესაც რეფორმისტული ფრთა ნადგურდება, იმიტომ ტრამპი იმაზე უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს, ვიდრე შეთანხმებამდე ჰქონდათ. და ნუ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ვარდება. ტრამპის აქაც ხო ვახსენოთ, რომ ეს არ არის რაღაცა ტრამპის თავში მოხარშული უბრალოდ ეს არის პირდაპირ გზავნილი, რომელთაც ის ელაპარაკება თავის ამორჩეულს. ყველაზე კონსერვატიულ რესპუბლიკას ამორჩეულს, რომელიც ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდა მოთხოვნა. და ისრაელის ლობი და ზოგადად ებრაული ლობი და ტრამპთან და მის ფინანსებლებთან, მის კამპანიასთან და ასე შემდეგ და ეს არის ისეთ ულტრაკონსერვატიული ამერიკული ხაზი, რომლის პროდუქტიც არის დონალდ ტრამპი. კი, და ისე ამ პოლიტიკას უწოდებს მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას, რაც მართლა უმძიმესი იყოს ზეწოლა. მოკლედ ყველაფერს უკეტავს, არაფერი არ უკეტავს საერთოდ და ერთადერთი სიცოცხლის წყარო მაშინაც და დღესაც ირანისთვის არის ჩინეთი, რომელიც არის შუამავალი კომპანიებით ყიდულობს ნავთობს მისგან ირანისგან. რა არის ჩინური ინტერესი ჩინეთზე? ზოგადად ჩინეთს აქვს ნავთობის შეზღუდვის წყაროები აქვს დივერსიფიცირებული, რადგანაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკა ერთ ქვეყანაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. და 10% მისი ნავთობის მოდის ირანზე, უფრო დიდი წილი რუსეთზე. და პრაგმატული კონფუციანური ამბავია ვიდრე ესაა, რომ მე ერთზე არ უნდა ვიყო დამოკიდებული, იქ რამე შეიცვალოს, მე პრობლემა არ პოლიტიკური ელემენტი რო თქვა ამ რეჟიმს აცოცხლებს. კი არის, ეს უკვე თავისთავად ისა ვასოცხლებს, მაგის მიღმა რაღაც მცირე სამხედრო და უსაფრთხოების ურთიერთობები აქვს. მაგრამ ეს არა მასშტაბური. ხო, ანუ აქამდე არ მიდის. რაღაცა შეერაღებას აწუხებს, მაგრამ რუსეთი უფრო აწუხებს თითქოს შეერაღავს, მაგრამ უკვე რუსეთიც ვეღარ აწუხებს იმის გამო, რომ უკრაინაში გაჭედილია. მოკლედ, მივდივართ იმ დინამიკაზე, რომ ებრაჰიმ რაისი ხდება პრეზიდენტი, აი ეს ყასაბი თეირანის. ის ყასაბი კაცი. ებრაჰიმ რაისი როგორ ხდება პრეზიდენტი, ეს უნდა ავაშო. საერთოდ არავის არ აძლევენ დარეგისტრირების უფლებას იმ არჩევნებზე. აი უბრალოდ არც ახმადინეჯადს არ აძლევენ. იქ term limit ეს ვადებზე შეზღუდვა არა, შეგიძლია 5 ჯერ იყავი პენჭი. თავარია დაგარეგისტრირება. თავარია რომ აი ხალხმა მოგცეს მის უფლება. არც ახმადინეჯადს არ არეგისტრირებენ, არც ერთ რეფორმისტ კანდიდატს არ არეგისტრირებენ და ნუ ეგ არის სიკვდილი რეფორმიზმი. პრაქტიკულად რაისის არჩევა ისა ერთპიროვნული უკვე აბსოლუტურად. და ეს თან არის რეაქცია რაზე, რომ ამერიკელებმა ეს გაგვიკეთეს და ჩვენც ვირჩევთ ეგეთ ტიპს. ანუ კლასიკური კონსერვატორული რეაქცია იყიდებს ფეხს. მოკლედ რაისი რა თქმა უნდა წარუმატებელი პრეზიდენტია. რაისი 2024 წელს გარდაიცვალა თუ სწორად მახსოვს. გახსოვთ თქვენ მათ დაეძაბათ ძალიან ურთიერთობა აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანის საელჩოზე მოხდა თავდასხმა თეირანში, ერთი დაცვის უფროსის დაიღუპა,
მე დაალაგდა შედარებით ურთიერთობა და საზღვარზე ირან-აზერბაიჯანის შეხვდნენ ირანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, იქ რაღაც კაშხალია თუ ჰესი, იქ შეხვდნენ და მოფრინავდა ბრუნდებოდა თეირანში. და ამ სანქციების გამო ირანს აქვს კატასტროფული დეფიციტი სათადარიგო ნაწილების ყველაფრის, სამოქალაქო ავიაციისაც. და მოფრინავდა შაჰის ძროს ნაყიდი შვენფრენით. და იქ ხა ნისლი იყო, სრული ავიაპირობები იყო და სამი ერთი დელეგო შვენფრენიდან ერთ-ერთი ჩამოვარდა, სადაც იჯდა თვითონ და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი და დაიღუპა. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი 2 წუთის დამაზე რომ გავჩერდეთ. რატო? იმიტომ რომ აქ შეგვიძლია შემოვიყვანოთ ელემენტიც საქართველოს როგორ ჩდება ამ ველზე ხა სპარსეთის ველზე საქართველოს არ ჩდება, მაგრამ ამ კაცის სატირალში იყო ჩასული ბატონი კობახიძე, ანუ ეს ამბავი არის, ამბავი ვის სატირალშიც ჩავიდა ირაკლი კობახიძე. იქ გვერდით ედგა ისმაილ ხანია, რომელიც იმ დღეს მოკლა მოსადმა. იმ დღეს, იმ საღამოს. მისივე ოთახში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ჰამასის პოლიტიკური ლიდერი. ხო და რაისის ყველობის უბრალოდ გარდაცვალების შემდეგ ყველობა არ ვიცი იყო თუ არა. ხო, არა, ეგეც ენამ გიხდება ის რომ ტარდება არჩევნები, სადაც კიდევ უფრო დაბალი აქტივობა 40%-ია, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე რეფორმისტ კანდიდატს არეგისტრირებენ მასუდ ფეზეშკიანს, ამ ფლანდელ პრეზიდენტს, რომელიც არის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, პროფესიით ექიმია. მისი ცნობილი გამოსვლა მე პრეზიდენტად უფრო დაბალი ხელფასი მაქვს ვიდრე ექიმობისაც ქონდაო $1000 მაქვს ხელფასი თუ რაღაც ეგეც ამბობს. მაგრამ ხო, ფეზეშკიანის არჩევა ხა ერთგვარად პროტესტის გამოხატვა, ხო, იმ საზოგადოების მიერ, მაინც ყველაზე რეაქციონერი ეს არა, მაგრამ ფიქსირდება ის, რომ რაღაც კატასტროფულად დაბალი აქტივობა არჩევნების პირველ ტურზე მოდის 40% მოსახლეობის. მეორე ტურზე მოდის 58% მოსახლეობის. ეგეთი რაღაც ჯერ აქამდე არ მოხდა ისლამური რეჟიმის პირობებში და ეს რაღაც დეზილუზია ხდება. ეს არც ნიშნავს, რომ ხალხი იაზრებს, რომ მე რეფორმისტს ვირჩევ თუ კონსერვატორს, მაინც ის ხამენეი წყვეტს ყველაფერს და ტყუილად მივდივარ არჩევნებს და ერთგვარად ეს გახდა პროტესტის გამოხატვა. მაგრამ ეხლა ფეზეშკიანის პრეზიდენტობა პრაქტიკულად არაფერს არ ცვლის და რატომ? 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასი თავს ესხმის ისრაელს, ჩასდის საშინელებებს, იწყება ღაზაში ომი. ამ ღაზაში ომს მერე ჰეზბოლა უცხადებს სოლიდარობას და ბომბავს. მერე ჰეზბოლას ყველა ლიდერს კლავენ პეიჯერი. ოჯახეთური წრე იკრება. მერე უკვე ხდება ის, რომ ჰეზბოლას მკვეთრი დასუსტება და ჰეზბოლას მკვეთრი დასუსტება იწვევს იმას, რომ აჰმედ ალ-შარა ამხობს სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს. ერთგვარი ღრევა არის აი ამ საცეცების ეფექტით 2 წელიწადში ინგრევა ყველაფერი, რაც ხამენეიმ და ყასემ სულეიმანი 25 წლის განმავლობაში აშენეს და ალბათ 1.5 ტრილიონი დაახარჯეს. კი, ეს რაღაც 8 ფეხა, რომელიც შექმნა საერთაშორისო მთლიანად თავზე და სტრატეგია თან რა არის, რომ ესენი ჩვენ იმიტომ ყავს, რომ ვიდრე ისრაელი გადაწყვეტს თეირანის დაბომბვას, უნდა ეშინოდეს, რომ ბეირუთიდან წამოვა 1000-ობით რაკეტა და ეს შემაკავებელია. და წამოვიდა 1000-ობით რაკეტა. ბეირუთი უკვე აღარ აკავებს, იმიტომ რომ იქ ხანის ნასალა მკვდარია, იბრაჰიმ აკიევია, ფუად ჩუპი მკვდარია და ისეთი შოკი მიიღო ამ ჰეზბოლამ პეიჯერების ოპერაციით, უკვე ხა ფუშინას ნახეთ, 5 დრონი გამოუშვეს და სიმბოლური თავდასხმა გააკეთეს. და შიგნით რა ხდება ეხლა, რომ ფეზეშკიანი ვერაფერს ვერ ცვლის, იმიტომ ამ ომის გამო უკვე აღებული აქვს სრული ძალაუფლება გუშაგებს, საბიუჯეტო ფულიც მეტი მიაქვთ, ნავთობის შემოსავალიც მთლიანად მაგათ მიაქვთ და ქვეყანა არის, სხვადასხვა საინტერესო რაღაც ხამენეის გამოგონება თუ რა ვიცი რა დავაქვათ, თეირანში არის პალესტინის მოედანი, რომელზეც დგას საათი, სადაც მიდის უკუათვლა. ამ უკუათვლით 2040 წელს უნდა განადგურდეს ისრაელი. ანუ უკუათვლად როგორ და განადგურდეს ისრაელი. კი, ეს თქვა ხამენეიმ, რომ 2040 წელს განადგურდება და მაგრამ ამ იდეოლოგიის ქვეყანაა და მოახლოვდებით უკვე ეს პოლიტიკური ექსტრავაგანტულობა, ესეთი საათები, საჯარო ეგზეკუციები, ეს არის დღესაც ეს დაღუპული იმეების გენერლების ფოტოები ყველგან ქვეყანაში. სამწუხაროდ საქართველოშიც არის ბევრი ადგილი, დეტალებზე არ ვილაპარაკებ, სადაც მოკლედ მე 2025 წლის აიმამდე ივნისის 12-იან ომამდე, სადაც ეს არის ყველაზე დიდი კრიზისი ამ რეჟიმისთვის, დღევანდელ ომს თუ არ შევხვდით, იმიტომ რომ ომანის გავლით არის ამერიკასა და ირანს შორის მოლაპარაკებები და მარტივი პირობა აქვთ ირანელებს.
ურანის გამდიდრება თქვენ საერთოდ არ გჭირდებათ, იმიტომ რომ სამოქალაქო ბირთვული პროგრამა ისეთ ქვეყნებსაც აქვს, რომლებიც თვითონ არ ამდიდრებენ ურანს და გამდიდრებულ ურანს ყიდულობენ. და თქვენ სამოქალაქოზე მეტადაც გაქვთ გამდიდრებული, გადაეცით მესამე ქვეყანას, თუნდაც რუსეთს, ამ ატომური სააგენტოს გავლით, გამდიდრებას უარეთქვით, ბირთვული პროგრამა შეინარჩუნეთ, დენი აკეთეთ და ჩვენ სანქციებს შეგიმსუბუქებთ. და მიდის ეს მოლაპარაკებები და ტრამპი თავიდან ისე განწყობილი ბოლოს უთხრა რომ იმ 3 და 25 წელს გაგამდიდრებიოთ როგორც მაშინ იყო წინაშე შეხვედრაში და ესე არ ყვაშუშობენ საერთოდ და ამ დროს უკვე ისრაელი ემზადება ახალი ომისთვის, ახალი კი პირველი ომისთვის და იწყება ეს 12 დღიანი ომი, რომელიც არის არ ვიცი მოვლენაა ეს ომი ბევრი თვალსაზრისით სპეცსამსახურების მუშაობის, იმიტომ რომ პირველივე დღეს სახლებში აფეთქებული ბირთვული ფიზიკოსები, მუშაკთა კორპუსის მაშინდელი მეთაური, სრული გენერალიტეტი. მან შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ეს არის სრულიად ახალი ფორმა 21 საუკუნეში წარმოებული ომის, სადაც ადამიანური ფაქტორი არის ძალიან მცირე. შორსაა ძალიან ისრაელი ირანისგან 1500 კილომეტრს დაფრენავს, თუმცა ძირითადად ეგენი დაფრენავენ სირიის და ერაყის საჰაერო სივრცის გავლით და ჰაერში ორჯერ ან სამჯერ ჭირდება თვითმფრინავს სწავლის შევსება, ვიდრე ირანამდე მიაღწევს და ანუ მაშინ ამერიკა არ ერევა, ხო, ისრაელი აკეთებს. ხო, ეს უკვე ისრაელის ოპერაცია აკეთებს ამას და 12 დღე ბომბავენ ისე ყველაფერს, რომ ეს თვითმფრინავი არ შემოუგდიათ იმათ. საპასუხოდ ბალისტიკურ რაკეტებს ესვრიან ისრაელს და არის რა თქმა უნდა ისრაელშიც ზიანი. მაგრამ ბოლოს ეს ომი იმით თავდება, რომ ისრაელი ანადგურებს ბევრ ბალისტიკური რაკეტების გამშვებს, ბირთვულ ფიზიკოსებს კლავს. გენერლებს კლავს და ბოლო დღეს ამ ომში ერთვება ამერიკა, როცა ბიოლები ბომბავენ იმ ბირთვულ ობიექტებს, რომლებიც მიწისქვეშაა და რომელთა განადგურების უნარიც არ აქვს ისრაელს და მერე უკვე კიდე აგრძელებს ისრაელი და ტრამპი აჩერებს გახსოვთ ბოლო გაფრენიდან უკან მოაბრუნებინა ისრაელს ეს დემონსტრაცია და ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმდება. რა არის მაგ ომის შედეგი? ამ ომის შედეგი არის ის, რომ ხალხი ხედავს, რომ ეს რეჟიმი უძლებელი არ არის. ეს არის ძალიან, ანუ ეს არის პირველი ომი ამ რეჟიმისთვის. ანუ თუ ერაყთან ომმა გამოიწვია ეს, რომ ხალხი გაერთიანდა საგარეო მტრის წინააღმდეგ, ამ ომმა გამოიწვია ეს, რომ ამათმა დაინახეს, რომ პანტაკუნტით კვდებიან ამათი. აქ ხდება დეზილუზია, რომ ეს რეჟიმი არ არის ის, რაც ძიძახს, რაც აბნის ბუშტის ყდება. და ეს ომი მეორე რასაც აკეთებს არის ის, რომ ამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას საერთოდ ჩამოშლის პირას მიიყვანს. და ეხლა მოკლედ ვიტყვი რიცხვებს. $1 არის 1.5 მილიონი რეალი. კატასტროფა. ინფლაცია არის სხვადასხვა პროდუქტებზე 100%, 200%, 250%. ახალგაზრდებში უმუშევრობა არის 40-50% და ბოლო წვეთი ხდება დეკემბერში მთავრობის გადაწყვეტილება. იდეაში სწორი გადაწყვეტილება, ხო, იქ არის ოფიციალური გაცვლითი კურსი. არის რეალური ბაზარზე სხვა რეგულირება. და ამ ოფიციალურ გაცვლით კურსში აქვს პრეფერენციები რაღაც ჯგუფებს. მაგალითად, გუშაკთა კორპუსების ბიზნესები უფრო კაი კურსით აკონვერტირებენ. ვიღაცა მოაჭარი უფრო კაი კურსით აკონვერტირებს, რომ ფასები არ გაძვირდეს. მაგრამ ეს არის კორუფციის წყარო, ხო, ვიღაც სხვას უკონვერტირებენ ეს შემდგომ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ამ ხალხსო ყველას გავაუხთ თანასწორად კურსს და რაღაც ფულიც იხარჯება ამ სუბსიდირებაზე. ყველა ირანელს მივცემთ ამ სუბსიდიიდან ფულს. ოღონდ ირანის მოსახლეობა არის 92 მილიონი. და კაცზე გამოდიოდა $7. და ეს გადაწყვეტილება გამოაცხადეს, ჩამოიშალა ეს ბაზარზე კურსი. ყველაფერი გაძვირდა და ქუჩაში გამოვიდნენ ბაზრების ვაჭრები, რომლებიც არიან ყველაზე კონსერვატორული ხალხი, ვისაც სტაბილურობა უნდა, შაჰის დამხობაში დიდი წვლილი მაგათ შეიტანეს და მე უკვე აგორდა. მუსლიმანურ სამყაროში ბაზარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დიდი ფენომენი. კი და საზოგადოებრივ აზრის ფორმირებაზე ასე. გავიხსენოთ მაგალითად ეგვიპტის რევოლუცია, როდესაც არაბული გაზაფხულის დროს ისიც დაიწყო და ტუნისში თავი დაიწვა. ტუნისის ცნობილი ამბავია. კი, თავი რომ დაიწვა იმ კაცს. ხო და მოკლედ იწყება ეს გამოსვლები, რომელიც ძალიან მასშტაბურია. პიკური დღე არის 8 და 9 იანვარი, როდესაც დიასპორაში მყოფმა რეზა ფეჰლევი მოსახლეობას მოუწოდა გამოდითო და გამოვიდა ალბათ პიკში 5 მილიონი კაცი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის მომენტი, როცა
კრიზისშია, მართლა ირყევა ეს რეჟიმი და მაშინ უკვე გადააბარებს ქვეყნის მართვას. ლარიჯანი დააბრუნა 25-ში ხამენეიმ ომის წაგების მერე, მათ უშიშროების საბჭოში არიან. და ლარიჯანის და ღალიბაბს, რომელიც არის პარლამენტის სპიკერი, ორივე ყოფილი გუშაქთა კორპუსის წარმომადგენლები, ესენი ხელმძღვანელობენ ამ რეპრესიებს ქუჩაში. ზუსტად არ ვიცით, რამდენი ხალხი დახოცეს, ალბათ 10-დან 30,000-მდე მერყეობს რიცხვები. ჩამოჰყავთ ჰეზბოლას და ავღანეთში დაქირავებული ღარიბი ბიჭები და ირაყიდან თავის დაჯგუფებები და იმათ აკეთებინებენ ამას, მაგრამ თავის ირანელებიც აკეთებენ ამას, რა თქმა უნდა. მასშტაბი ეს წარმოუდგენელი კატასტროფული რეპრესია და მთელი მსოფლიოს ყურადღება არის მოპყრობილი ირანისკენ. და ამერიკა ხედავს ახლა ამას და აქ ტრამპი აკეთებს განცხადებას, თორე დახმარება გზაშია, ეს იანვარში გააკეთა. მაგრამ სამწუხაროდ იმ ხალხისთვის იანვარში დახმარება არავის არ უნახავს. ისიც კი ვერ შეძლეს ეს ინტერნეტის ბლოკადა ჩაეხშოთ, რაც დიდი შვება იქნებოდა და ინფორმაციო ომში. საბოლოოდ კი მოვედით ამ დღემდე, რაც ამ ომამდე, როდესაც უკვე ხედავთ, რომ ორი ქვეყნის კოალიცია არის. პირველ შემთხვევაში ისრაელი და ამერიკა ერთად ახორციელებენ ომს. არასდროს აქამდე ღიად და ოფიციალურად ამ ორ ქვეყანას არ არის. პირველი ომისას ამერიკამ გააჩერა ისრაელი, როდესაც სადამ ჰუსეინმა კუვეითი დაიკავა, იმიტომ რომ იქ არაბული ქვეყნების კოალიცია იყო და ისრაელის შეერთება დაშლიდა იმ კოალიციას და უთხრეს, რომ თქვენ თავს მიხედავთ და ჩვენ ამას მივხედავთ. ესე იგი, ის რასაც ასე ვთქვათ, ისლამისტური პროპაგანდა, ისლამისტური ყველა ჯურის ისლამისტური რეჟიმები თუ ტერორისტული ჯგუფები, რასაც ამდენი ხანია აკულტივირებენ აი ამ იდეას, რომ ისრაელო-ამერიკული რეალობად იქცა ეხა უკვე რეალური კოალიცია ისრაელი, იორდანია, კატარი, საემიროები, ბაჰრეინი, ყველა საერთო მტერისებისთვის უკვე ესეც რეალობა დადგა, იმიტომ რომ ყველას ბომბავს ირანი. მოკლედ იწყება ეს დღე უცნაურად, იმიტომ როგორც წესი ეს საჰაერო ავიაერიშები ღამით იწყება. ხო. მაგრამ ეს განსაკუთრებული დღე იყო, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ ალი ხამენეის თავის რეზიდენციაში, ან რეზიდენციის ქვეშ ბუნკერში ქონდა შეხვედრა მაღალჩინოსნებთან დილის 10-ის ნახევარზე. ეს დაადგინა, ანუ თუ წინა ომისას 12 დღიანი ომისას რა მოხდა, ამ მაღალჩინოსნები ტელეფონებს აღარ იყენებენ იქ ნასრალას გამოცდილება და სხვაებით. მაგრამ მის დაცვის წევრებს ჰქონდათ ტელეფონები და მათი ტელეფონების საშუალებით შიფროვდნენ. ეხლა უკვე ტელეფონებზე მეტად გამოიყენეს ის, რომ თეირანის სათვალთვალო კამერები მთლიანად გატეხეს. და აი ეს კამერები უყურებდნენ ყველა იმას. კი, განსაკუთრებით დაახლოებით ისეთი სისტემა, როგორც სისტემაც ქართულ ოცნებამ დააყენა უკანასკნელ წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს არის მაღალი გარჩევადობის სათვალთვალო კამერები, რომელსაც აქვს ბიომეტრიული იდენტიფიცირების საშუალებაც. აი ჩინურ კამერებს უძახით. კი, შეიძლება იქაც ჩინურია, ეგ ზუსტად არ ვიცი. ჩინური ხო და არის რაღაც ამბავი, რომ რუსული კომპანიის გავლით ჩინური არისო, რაღაცა ეგ ბოლო გამოძიებები. ეგ არ ვიცი, მაგრამ მოკლედ ემის ის ხდება. გატეხეს, მოკლედ პირატულად მთლიანად ეს ქსელი გატეხეს. პირველ დღეს არის ესეთი სია. ტოპ 40 სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი უნდა მოხდეს მათი ლიკვიდაცია. ყველას ლიკვიდაცია ვერ ხდება, მაგრამ დაახლოებით 5 წუთის ინტერვალში ვუტყავენ ყველას. ყველა კვდება, იმიტომ ზოგი არ მიდის იმ შეხვედრაზე, ზოგი სხვაგან ასე შემდეგ, მაგრამ თავარი ვინც არის, მისი ლიკვიდაცია ხდება. ალი ხამენეი, უზენაესი ლიდერი, გუშაქთა კორპუსის მეთაური, თავდაცვის მინისტრი, დაზვერვის უფროსი, სარაკეტო. სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული პერსონაჟი, კი, ის დღევანდელ სამყაროში, 86 წლის იყო უკვე სხვათა შორის. და მე იწყება ეს სამხედრო ოპერაცია, საჰაერო დაბომბვები, რასაც მოჰყვა პასუხი ირანის, როდესაც ისინი ბომბავენ ყველა სახელმწიფოს, სადაც ამერიკული ბაზა, მარტო ბაზებს არ ბომბავენ, იყო თავდასხმა აბუ-დაბიში აეროპორტზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იბომბება. იგივე ირაყის ქურთისტანში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პასუხი არის სუსტი პასუხი, უკვე დავინახეთ, რომ ეს სუსტია. სუსტია, ანუ ეს იმაზე მეტია, ვიდრე 12 დღიანი ომის იყო, მაგრამ ამის მეტის რესურსი ირანს არ აქვს, მე მგონი, იმიტომ რომ ბოლო დღეებში ჩვენასაც ხედავთ ეს რომ
მათ მიერ გასული რაკეტების რაოდენობა უკვე საჩემცირდა, დრონების რაოდენობაც უკვე საჩემცირდა და ასაც ხედავთ არის ის რომ ახლა მსხვერპლის დიდი არ არის ასეთ ქვეყანაში რომელსაც რა თქმა უნდა ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია და აზეა საუბარი, მაგრამ იმ ზიანის მომტანი არ არის რაც შეიძლება ყოფილიყო. მთავარი მუქარა და საფრთხე რასაც მერკეტი რაც აქვს არის რომ ეს 40 შუტის მიმოსვლის ჩაკეტვა სპარსეთის ყურიდან გამოდის მსოფლიოსკენ, მსოფლიო ნავთობის 35-40%, რაც ნიშნავს იმას, რომ ნავთობი ძვირდება ყველასთვის, მიწოდება ფერხდება და კი დგას იქ ამერიკული ფლოტი და ბოლოს თქვენ უკვე 22 ირანული გემი ჩაძირეს და წყალქვეშა ერთი. მაგრამ ამის მიუხედავად ისე ვიწრო შუტია დრონების დარტყმითან რაღაც სხვა ძალიან მარტივად შეიძლება დესტაბილიზებას შეტანა. მამოდენი მარტივი კითხვა სანამ საქართველოზე ეგ ბოლოში მივედით ფაქტიურად ძალიან საინტერესო რეტროსპექტივით. სანამ გადავალთ იმაზე რა გავლენა აქვს ამას საქართველოზე. არის თუ არა შენი აზრით აი ეს დარტყმა ყურის ქვეყნებზე ცდილობა რომ აი ეს კრიზისი, ნავთობის კრიზისის ესკალაცია მოხდეს და თქვათ მოსალაპარაკებელი ბერკეტი ირანისთვის სწრაფად დაიწყოს ამერიკელ მოლაპარაკებელ ნავთობის ფასის გამო. ხო, ამ ქვეყნების სიმდიდრე მათ შორის ნავთობის გარდა დგას იმაზე, რომ ყველაზე უსაფრთხო და დაცული ქვეყნებია და იქ ტურიზმის მნიშვნელოვანი წელი აქვს იმ ქვეყნებში. და ამ ქვეყნის ხელისუფლებები უნდა შეშინდნენ და მიადგნენ დონალდ ტრამპს და დონალდ ტრამპს მათ დიდი ბერკეტები აქვს. ეხლა შეგახსენებთ რომ კატარმა მას 400 მილიონიანი თვითმფრინავი აჩუქა, მაგალითად, არც ხვები აკლებენ საჩუქრებს. ნუ სულ რო საჩუქრები გვერდზე გადავდოთ, ამერიკული ვალის დიდი ნაწილი საუდის არაბეთს და ყატარსა და ხო, მაგრამ ეს ადმინისტრაცია განსაკუთრებით მოწყვლადია მათი შთხოვნების მიმართ, ესე ვიტყვი. მაგრამ ნუ ჯერჯერობით ტრამპი ძალიან ეს ჩანს ის ამბობს რომ 3-4 კვირა გვაქვს მიცემული პირველი ეტაპისთვის ამ ოპერაციას და ჯერ ერთი კვირა გავიდა ხო ერთი კვირა არ გასულა ხო ამიტომ ამ 3-4 კვირას აუცილებლად მივიყვანენ ბოლომდე აქ ეხლა თან რა არის როცა სრული საჰაერო დომინაცია აქვს მოწინააღმდეგეს ეს ირანელები კი ამბობენ უბრალოდ დასავლური დაზვერვები კი ამბობენ 2500 ბალისტიკური რაკეტა აქვს მაგრამ გამშვები თანადგარი აქვს რაღაც რამდენიმე ასეული. ბოლო მონაცემებით ხო უკვე 100-ზე ნაკლები გამშვები დარჩათ მათ. იმიტომ როგორც კი ერთი ისვლის სატელიტია დრონებით დაზვერვა ეგრევე მიფრინავს იქ რაღაც და უკვე. ანუ ეს ბალისტიკულებით დაბომბვის ინტენსივობა შემცირდება წესით რაც უფრო დროა. კი. ახლა პირველი ეტაპის მიზანი რა არის? დემილიტარიზაცია, მისი სამხედრო სრული გაუებელყოფა და ბირთვული ობიექტების დაბომბვა. ამის ნაწილი ასევე არის ყველაზე რეპრესიულ აპარატზე დარტყმა, იბომბება ბასიჯების შტაბები, რევოლუციის გუშაქთა კორპუსის შტაბები, ციხეები, ასევე სიმბოლური დარტყმა იყო, არ ვიცი, რომელი ქვეყნის ავიაციის ისრაელის თუ ამერიკის დაიბომბა ის დაწესებულება, სადაც წამებით მოკლეს მაჰსა ამინი, ის ქურთი გოგო, რომელსაც ჰიჯაბის არასწორად დახურვისთვის წამებით ვინც მოკლეს 2022 წელს. ხო, სიმბოლიკით დატვირთული სხვა ძალიან დატვირთულია და მოკლედ რაც კარგად მოქმედებს ახლა რა არის, რომ ორი ისაა, ხო, ორი ქვეყანა. ერთ ქვეყანას ამერიკას აქვს მიზნად რა, რომ ესენი ისე დავასუსტოთ, რომ მოვიდნენ ჩვენთან მოლაპარაკებებზე და იმ სამ პირობაზე, რადგან არ დაგვთანხმდნენ მოლაპარაკებებსაც, როცა დამარცხდებიან ომში, დაგვთანხმდებიან და მე ეს რეჟიმი შეიცვლება თუ არ შეიცვლება, ცუდი არ იქნება თუ შეიცვლება, მაგრამ მიზანია აი ამ ისრაელის მიზანია შეგადა რეჟიმის შეცვლა. ისრაელის მიზანია აი განადგურება ისლამური სახელმწიფოს. და ასევე არის კიდე ამ ქვეყანაში განსხვავება. შაჰს აშკარად დიდ გულზე არ ეხატება რეზა ფეხლევი, ამდენიმეჯერ თქვა რომ აი კაცია უბრალოდ ტრამპს არ ეხატება რეზა ფეხლევი, იმიტომ ამჯერჯერ თქვა რომ კი კაი კაცია, მაგრამ ხალხს არ უყვარს თუ რაღაც ეგეთი. ხო, აი ხა ბოლოს რაღაცა ის უკვე. ისრაელში პირიქით, იმიტომ ეს ძალიან პროებრაული პროისრაელი. და ისრაელისთვის ის მნიშვნელოვანია ეს მას განიხილავს თავად ალტერნატივად ამ რეჟიმის. უნდა ველოდეთ თუ არა იმას, რომ ხო რაღაცა განაპირა რეგიონში შეიძლება ვიხილოთ ჩახი ჩამოსხმული გარკვეულ საექსპედიციო კორპუსთან ერთად. მე მაინც ჯერ არ ვიჩქარავდი ამ პროგნოზის გაკეთებას, უბრალოდ აქ ხო რა არის ამ ხამენეის ლიკვიდაციამ ამ რეჟიმს არ დაუტოვა კომპრომისის სივრცე. იმდენად დიდი დარტყმა ეს. ეხლა ამერიკელებს რაღაცას ხელი მოუწერო.
აი იმ ხალხს ისედაც არ უყვახარ და შენი მხარდამჭერები გაგიჟდებიან. ჩამოქცევა. თუ ეხლა 20-25% მაინც ხო უჭერს ამ რეჟიმს ხარს. ეს ძალიან დიდი რიცხვი, ეგეთი 20 მილიონი კაცია. ხო და არ ვიცი ეს ინტერვენცია საბოლოოდ როგორ დამთავრდება. ფაქტია, ეს რეჟიმი უკვე შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ ახალ სულიერ ლიდერს ის ავტორიტეტი ვერ ექნება, რაც ხამენეის ქონდა და ახლა მისი შვილი მოჭტაბა. დამარცხებული, განადგურებული მისი შვილი იქნება მაინც ამ ლარიჯანიმ და იმან არ ვიცი მიაღწევენ თუ ესენი ომის ბოლომდე სოცხლები ღალიბაფი, მაგრამ ნუ ვინც იქნება გუშაქთა კორპუსის ელიტა, იმათი მარიონეტი უფრო იქნება, ვიდრე მათზე მოწმდგომი, ეგრე მგონია მე და მეორე რა არის, იცი? ზოგჯერ ძალიან სწრაფად ხდება ეს რეჟიმის ცვლილება. ძალიან. ბაშა რა ლასა. იხილეთ ხო აი გუნდა მეთქვა ხა ზუსტად სირია ვაგერ რა. გასაგებია მის წინააღმდეგ არმია მოდიოდა და ხა ეგეთი არმია არ მიდის ირანის წინააღმდეგ, მაგრამ თუ ეს ომი დიდი კრახით დასრულდა და ეგრე ჩანს, შეხედე სანავთობო შემოსავლები არ გაიზრდება. ფინანსურად უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვიდრე აქამდე იყვნენ. ანუ გარდაუვალი ახალი ტალღა პროტესტის, როგორც კი რაღაცა, ეხა ბომბების ქვეშ არავინ არ გამოვა ქუჩაში, რასაც არ ხდება. მაგრამ არ ვიცი, აი გახსოვს შენ ფოლკლენდის ომის მერე მალევე დაამხეს არგენტინაში დიქტატურა. იმიტომ რომ მათივე ზოგადად ესეთი მარცხი იწვევს იმას, რომ საზოგადოება თავის მაგის მაგალითი, როცა საჰაერო ინტერვენციის შემდეგ, ანუ პროგნოზის გაკეთება შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ მე წარმომიდგენია ამ ხელა ომში დამარცხების, ამ ეკონომიკური პრობლემების შემდეგ როგორ შეიძლება მათ ეს ძალაუფლება შეინარჩუნონ დიდი ხნის განმავლობაში, მით უმეტეს ჯერ არ ვიცით საერთოდ ეს ქვეყანა ვინ უნდა მართოს და ვინც ჩაიბარებს ის ამდენ ხანს იცოცხლებს. ხო, არ ვიცით, ეს ძალიან არა პროგნოზირებადი ვითარებაა და ეს არაპროგნოზირებადი ვითარება არის გეოპოლიტიკური საფრთხე მთელი რეგიონისთვის. არა საფრთხე იმ თვალსაზრისით, რა თვალსაზრისით ამაზე აპელირებს ხოლმე, როდესაც გარშემო რაღაც ხდება ქართული ოცნება, ანუ ეს არ არის საწინდარი იზოლაციონიზმის, ეს არ არის რაღაცა მიზეზი იმისთვის, რომ გამოვიკეტოთ რაღაცა იმასი, რა ქვია, უგუნური ცხოველივით ჩვენ სოროში და ვიფიქროთ, რომ ეხლა რადგან აქა ვართ, არაფერი არ შეგვეხება, პირიქით. საქართველოს არის ძალიან ნიშნულოვანი პლატფორმი, მოდი ასე ვთქვათ, ეხა და საქართველოს ეხება ყველაფერი ის რაც ხდება საქართველოს თბილისიდან იმ კონსერვატორიაში, სადაც თვითმფრინავ საათი და 40 წუთი ჭირდება დაახლოებით. ირანთან ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ეს ურთიერთობა არის ეკონომიკური ერთის მხრივ და გვაქვს ერთგვარი ეკონომიკური ვერ ვიტყვით დამოკიდებულება, მაგრამ განსხვავებით ბევრი ქვეყნისა სამყაროსი ჩვენ გვაქვს ირანთან და ეს არ იყო მათ შორის ამერიკელებთან, ჩვენ პარტნიორებთან შეთანხმებით ყოფილა ყოველთვის და მათი ინტერესიც იყო იმაში, რომ ჩვენ ქონოდა ირანთან გარკვეული ურთიერთობა. ჩვენ ვიღებთ გარკვეულ პროდუქციას ირანიდან იმპორტზე, ეს არის საკვები პროდუქტები, სურსათი, რაც ძალიან ყურადსაღებია მაშინ, როდესაც ისეთი ბუმბერაზი ეკონომისტების ჯგუფი, როგორც ნინო წილოსანია მუშაობს ფასების შემცირებაზე, ისეთი დიდი ინტელექტის მქონე ადამიანები მუშაობენ საქართველოში ფასთა პოლიტიკაზე, რომელსაც შეუძლია ალბათ რომ ფასები შეცვალოს. მე ურჩევდი ალბათ ნინოს ალბათ მან ეს იცის, მაგრამ დაინტერესდეს ირანიდან შემოსული პროდუქციით და ცოტა უფრო ნაზად ილაპარაკოს ხოლმე ფასებზე უკანასკნელ დღეებში. ნუ მაგრამ რაც უნდა ის უქნია. რძის პროდუქტები, რძე, ნედლი რძე, ციტრუსები იქნება, ეს ზაფრანა, ამის გარდა სამშენებლო მასალები, მოსაპირკეთებელი მასალები ერთად ირანიდან შემოდის. ბევრ ამ პროდუქციაში ჩვენ ვიღებთ ამ პროდუქციას ვიღებთ ირანიდან. ამის გარდა ირანული გავლენა და ირანული ფულის გავლენა რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე ეს ანკარგად აღწერა, მათ შორის მაგალითად სამოქალაქო იდეამ, რომ ეკონომიკური დამოკიდებულება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან და მასთან დაახლოებულ პირებთან ირანიდან შემოსული. და მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი ხო გარდა აი ამ რაღაცა ფულის ტრიალისა, გარდა პირდაპირ ეკონომიკური და ბუნებრივი კავშირებისა, ერთგვარი გავლენა საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონზე, რომლის უგულებელყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ როდესაც ვამბობთ რომ რაღაცა ყასიმ სულეიმანის ფოტოები, პორტრეტები ჩემი თვალით მინახავს, კი მინახავს ჩემი თვალით ძალიან კონკრეტულ ადგილებში, მეჩეთებში, მარნეულში და ასე შემდეგ. და არ შეიძლება ამის უგულებელყოფა, იმიტომ რომ ხო არსებობს ერთგვარი რელიგიური ბმა და აქტივობა ირანისა საქართველოში. და აბსოლუტურად უბუნური დამოკიდებულება და პოლიტიკა უკანასკნელი წლების, ხო? მაშინ როდესაც საქართველოს
რაღაც ყილის მოღერება მოუნდა შეერთებულ შტატებთან ირანში ჩასვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული ადამიანის იქ ჩასვლა ჯოჯოხეთური სურათი და მეორე ეტაპი აი ამ სიგიჟის ირანის დროშის სფერებში განათება საქართველოს მთავარი მონუმენტის მთავარი ლენდმარკის რომელიც იყო ძალიან უდროო მომენტში გაკეთებული. მე საელჩოში აღნიშნა ქართველების დასახლების შაჰაბასის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ეს რაღაცა სტოკჰოლმის სინდრომის აბსოლუტურად პერვერტული გამოვლინება. კარგი ურთიერთობა ქონდეს ქვეყანასთან, ეგეთი მოსაწვევა მოგდეს, უნდა დაიბარო ველში საგარეო საქმეთა მინისტროში და გადასცეს საპროტესტო ნოტა. ეს წორ ქვეყანასაც უნდა გავუკეთო, მეგობრებსაც და ყველას ცოტა პატევი გქცენენ. რო შენ ისტორიას, შენ სახელმწიფოებრიობას პატევი. მინიმალური სტანდარტი უბრალოდ, ავიცი ის თუ ბედავს სომხეთი და მოლდოვა და აზერბაიჯანი იბარებენ რუსეთის ელჩებს საგარეო საქმეთა სამინისტროში და როგორღაც ირანის ელჩის დაბარებით და თან არა ის გეუბნება დაიბარეს ესტონეთის ელჩი სამინისტროში იმის გამო რომ ილიანოვის მხარდაჭერა გამოუცხადა ბრიტანეთის ელჩი იმისთვის დაიბარეს სანქციების გამო და ამან შაჰაბასი იზეიმა და არ ვიცი. რა ვიცი, კაცი რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მაოხრებელია ერთ-ერთი, ხო? შაჰაბასის შემოსევა არის გამოთქმა, ხო? შაჰაბასივით გადაუარა რაღაცას. ეს არის საქართველოს ისტორიაში ძალიან მცირე დოკუმენტირებული, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად დოკუმენტირებული, მაგრამ საქართველოს ზეპირ ისტორიაში, იმიტომ რომ ფაქტურად იმის მიერ ყველაფერი განადგურდა, არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტი, როდესაც აოხრდა აღმოსავლეთ საქართველოს მთლიანად და შემდეგ მასიურად მოხდა ქართველების დეპორტაცია, იმაში რა ქვია, იძულებითი დეპორტაცია ირანში. და ამ ტკივილის შედეგი დღესაც არსებობს ფერედნელი ქართველების სახით და ამას უწოდებს ცინიკურად, ყოველად ცინიკურად და მთელი ბოროტება ამაშია, რომ ცინიკურად რაღაცა ქართველების მოსვლა ირანში, რა ქართველების მოსვლა ირანში. თითქოს ის ვიღა თავის ნებით ჩავიდა. რა ქართველების მოსვლა მიგრანტები იყვნენ თითქოს. ხო, თითქოს უხაროდათ და კაი ცხოვრებისთვის მიდო ელდორადო იყო. ამ ღონისძიებას როდესაც შეხედავ რაღაცა, იმას რა ქვია, დარსალიას მინისტრის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელიც სიტყვით გამოდის ამერიკაში იყო. ამერიკიდან ჩამოდის. ანუ აქ ხო ამერიკაში ხო დარსალია ყველა არ იყო. ამერიკაში ხო დარსალიასთან აუცილებლად იქნებოდა ლაპარაკი ირანთან, იმიტომ რომ ესკალაციის პროცესი იყო, ხო? ირანთან. დარსალიას ცალსახად დაილაპარაკებოდნენ ირანზე. და ეს კაცი ჩამოდის საქართველოში და სიტყვით გამოდის ირანის აი ამ ღონისძიებაზე, რომელიც შენი საზოგადოების და ქვეყნისთვის არის დამამცირებელი და პირდაპირ სულში ჩაფურთხება ქართველების. და მეორეს მხრივ არის რაღაცა აყელის მოღერებაც კი შუა თითის დანახვება შენი თავის სტრატეგიული პარტნიორისთვის, რომელთან ძალიან ცუდი ურთიერთობა. და თითქოს დავაგებას ვცდილობ. ხო, რომელთან ციცახილო დასალაგებლად წავიდა ეს კაცი იქ იმიტომ შეხვდაო და ანძას ანათებ ირანის დროშის სფერებში. რა გველის, რა შეიძლება შენი აზრით რა არის სწორი ქცევა? მე არ შევეცდები რომ მე არ თქვა ეგ ამბავი და ექსპერტებს მივანდო მეგობრებო. თავი საფრთხე ალბათ რაც არის და რაც ჩვენზე აისახება ერთი არის ეს ნავთობის გაძვირება, ჯერ ერთი საწოლს გააძვირებს, მე სხვა პროდუქტებს ექნება საწოლის გაზდას გავლენა. მეორე დოლარის გაუფასულებას ხედავთ და და ხედავთ უკვე? კი, უკვე ხედავთ და ეს პროცესი თუ გაგრძელდა ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და ყველაფერი გაძვირდება ამ დოლარის გამო, რა თქმა უნდა, შესაბამისად ყველად ირჯება ფასების დისკომისია ჩვენს პარლამენტში და ასევე მეორე არის, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გამოწვევები. ახლა პირდაპირ უსაფრთხოების გამოწვევებს ესე მე ვხედავ, მიუხედავად იმისა, რაც აზერბაიჯანში მოხდა, ორი თემა ხო რაზეც ყველაზე მეტად ჩფოთავს ხალხი, ერთი არის ავტობსადენები, რომელიც საქართველოზე გადის და მეორე არის ტოლილების ნაკადი წამოა. ჩემი აზრით, სანამ საჰაერო ომია და სახმელეთო ინტერვენცია არც იგეგმება, იმიტომ რომ იგეგმებოდეს იმ ხელად ძალების მობილიზება იქნება საჭირო გავიგებდით. როგორც გავიგეთ, არის როდესაც მობილიზება ხდებოდა საჰაერო განმავლობაში, ან როგორც გავიგეთ, უკრაინაში რუსეთი იჭრებოდა, ხო ვიცოდით მობილიზებას ხედავდით. ირანი არის 1.6 მილიონი კვადრატული კილომეტრი. შესაბამისად, რაღაც თუ შეიქმნა იძულებით გადაადგილებული პირებია, იმ ხელა ქვეყანა არ ამგონი ხა მაინც და მაინც აზერბაიჯანს და სომხეთს მოაწყდეს ეს ხალხი. საშუალოდ მთიანი სხვათა შორის. ძალიან მთიანი და დიდი ქვეყანაა და ერთი ქალაქიდან, მაგრამ ეს ყოველთან აკადემია დევნილი უჯერაც შექმნილა ხო ერთადერთი თეირანიდან გადის ხალხი, იმიტომ ყველაზე მეტად იბომბება თეირანი. თეირანი იბომბება, მაგრამ
ესე არც ერთ საზღვარს არ მეწყდომია ჯერ ხალხი. ამიტომ არც ერთს და სანამ ჩვენამდე მოვლენ სომხეთი და აზერბაიჯანია და ძალიან კაცრად მიუდგებენ ამ საკითხს, ამიტომ ეგ არის აბსოლუტური ილუზია. აზერბაიჯანს ისედაც ჩაკეტილი აქვს ჩვენთან საზღვარი. ხო, დიდი ხანია. 6 წელიანი არ ამგონია ირანელების საქართველოს აზერბაიჯანის ურთიერთობაში კოვიდი არ დამთავრებულა, მეგობრებო, რო იცოდეთ კოვიდის მიზეზი. აზერბაიჯანი ირანის ურთიერთობაში. დავკიკეთეს საზღვარი და ვინც არ გავუხსნათ. ხო, ყველასთან დაკეტილი აქვს აზერბაიჯანის საზღვარი. ამიტომ ეგ არის ჩემი არის ძალიან ეხა არის ეს ბაქო-თბილისის ჯეი. აი ეგ საინტერესოა. სადან მოყვევი მოკლედ არის ბაქო-თბილისის ჯეიჰანი არის თურქეთის პორტი, იქამდე არის ნავთობსადენი. ამ ნავთობსადენით გასული აზერბაიჯანული და ნაწილობრივ ყაზახური ნავთობი მიდის ისრაელში. ისრაელი არის აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი. ისრაელის მიერ მოხმარებული ნავთობის ნახევარი არის აზერბაიჯანული ნავთობი. ნახევარზეა ლაპარაკი. კი, ნახევარზე. ხო, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ამ ამბავში. და ნუ უბრალოდ ამ ნავთობსადენით გასულ ნავთობს სხვა ქვეყნებიც იღებენ. ამიტომ ცოტა რაციონალურობას არ უნდა ელოდო, რა თქმა უნდა, ირანის რეჟიმისგან, მაგრამ თუ გინდა რომ ისრაელმა ნავთობი ვერ მიიღოს, შეგვიძლია ნავთობის ტანკერები შეესრულო ლიბანიდან, რომელიც ისრაელისკენ მიდის. ხო, ნუ ლიბანში ჰეზბოლის შესაძლებლობები აგერ ცოტა ხან ახსენე რომ აღარ არის. უკვე ეგეთი არ არის, მაგრამ ნუ აი ნახეთ თუ კვიპროსისკენ გაუშვეს ზონები, იმიტომ იქ ბრიტანული ბაზებია. მოკლედ ახლა მე იმას არ ვიტყვი, გამორეცხულია თქო, მაგრამ ხალხის დასამშვიდებლად იმასაც ვიტყვი, რომ ამ ნავთობსადენის ყველაზე მცირე მონაკვეთი გადის ჩვენ ტერიტორიაზე. ყველაზე გრძელი არის ეს თურქეთის ტერიტორიაზე, მერე აზერბაიჯანი და ყველაზე მცირე არის საქართველოს ნაწილი. ამიტომ ნუ გავაბუქებთ აი ამ საქართველოს გამოწვევას. თურქეთი უკვე დაბომბა ინჯილიკის ბაზა. იმას ვერ იტყვი რომ ეხლა რაღაც ნატოს ქვეყანა და არ დაბომბავს, ხო? დაბომბავს. კი, უკვე დაბომბა. ხო. იმასაც ვერ იტყვი რომ აზერბაიჯანს დიდად მოერიდება, იმიტომ რომ ჩვენზე რაღაც 6 ჯერ დიდი ის აქვს სამხედრო შეძლო, იმასაც არ მოერიდა. ამიტომ ხო მეც არ მინდა რომ ხალხი ის პანიკაში ჩავარდა. არა, ხალხი არ უნდა ჩავიდეთ პანიკაში და ასევე უნდა გვესმოდეს ერთი რაღაც, რომ ეხლა ერთია რომ რა თქმა უნდა არ მოგწონს ეს ირანის რეჟიმი და როგორ შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ მეორე არის რომ ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გასაგებად ძველი წამები, მაგრამ საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა გქონდა მუდმივად ირანთან. ნუ მე დაკვირდი გადაცემის წინ რომ ჩემ რადიკალურ პოზიციას მაინც არ გავაშღერებ და ვილაპარაკებ უფრო აკადემიურად, მაგრამ ხო. გვაქვს და ფაქტია. წელს, როდესაც აფეთქა რუსეთმა გაზსადენი, ჩვენ რუსეთისგან ვიღებთ გაზს, ცოტა ხანი ირანიდან მივიღეთ გაზი, რომ იმ ზამთარში არ გავყინულიყავთ და მე უკვე აზერბაიჯანისგან დავიწყეთ. და აი ეს რაც ეხლა ნუ ხო და ისიც თქვა მინდა ისი სიფთხილეს თავი არ სკივა და მით უმეტეს ჩვენ პირდაპირ თუ არ შეგვეხება და ჯერჯერობით არ გვეხება, ამიტომ ჯობია სტაბილურ ესეთ რეჟიმში გავხსნათ. ხო, ჩვენ თუ შეიძლება არ კომუნიცირება მასაკუთრებით ხელისუფლების დონეზე. ირანი არის ქვეყანა, რომელიც შეიძლება რაღაცა შეიძლება კი არა, შახ-აბასის აუხრების წლისთან არ უნდა აღნიშნო. ოღონდ არ უნდა გაიქცე აგრეთვე იმას, რომ ჩვენ ხალხებს შორის უდიდესი კავშირებია ისტორიული და უდიდეს პატივს ვცემს ქართველი ხალხი ირანელ ხალხს და ირანელი ხალხი ქართველს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ისინი ჩვენი მეზობლები არიან. ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ კი ბევრ მომენტში ჩვენ გქონია ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა. აგრეთვე პრაგმატულად უნდა შევხედოთ მთელ ამ პროცესს და ეს პრაგმატულობა ითხოვს, რომ ხო, ძალიან ისე ფრთხილად მოვეკიდოთ ამ ამბავს. რატო? იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა ანტაგონიზმის საგანი. მე წეხანაც ვახსენე და კიდევ გავმეორებ. უკანასკნელ წლებში, უკანასკნელ 10 წლეულებში საქართველოს დამოუკიდებლობის განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, საქართველოს უთამაშია საინტერესო როლი სხვადასხვა ეტაპზე ირანთან ურთიერთობის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის. ანუ ყოფილა საქართველოს ხანდახან და ეს ხანდახან ყოფილა ესეთ მნიშვნელოვან გადამწყვეტ მომენტებში ერთგვარი მესენჯერი. ამბავის მიმტანი და გამომტანი ისლამური ირანისთვის. ამიტომ საქართველოს ძალიან პოზიტიური როლის თამაში შეუძლია, როდესაც მას ყავს ხელისუფლება, რომელსაც დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება შეუძლია, მაგრამ ჩვენ დღეს არ ყავს ხელისუფლება, რომელსაც დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება შეუძლია. შესაბამისად, პოზიციას, რასაც ჩვენ ხედავთ, ჩემი აზრით აბსოლუტურად სამარცხვინოს, როდესაც შენ ხარ რეგიონის მნიშვნელოვანი აქტორი. ის ქვეყნები, რომლებიც ამ ოპერაციაში ჩართული არიან, ერთის მხრივ ვინც ახორციელებს აი ამ სამხედრო ოპერაციას ისრაელის და შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან შენ. მეორეს მხრივ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის რაღაც შენგან შორს მომხდარი ამბავი, შენს რეგიონში ხდება, შენი როლი იყოს რომ დაურეკო
იმას რა ქვია, სამძიმარი გამოუცხადო დედამიწაზე ყველას ერთდროულად, ან დაურეკო თავდასხმის მერე ილხამ ალიევს ელაპარაკოს ეს პრემიერ-მინისტრი დაწოდებული კაცი 15 წუთი და რაღაცა დაამშვიდოს და დააზღაროს, ეს არ არის საქართველოს როლი ამ პროცესში. საქართველოს როლი ესეთი პატარა არ არის ამ პროცესში, როგორი პატარაც არის ერთი ჭორბილელი კაცის შეხედულება ამ ყველაფერზე, რომელიც თვლის რომ ხო, უბრალოდ არ ესმის ეს ყველაფერი და უნდა ჩავიკეტოთ. ამიტომ საქართველოს შეუძლია კი ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი, მაგრამ მე არ მგონია რომ მნიშვნელოვანი როლს ის ითამაშებს ქართული ოცნების პირობებში. ეკონომიკურად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ექნება უცბად სამწუხაროდ თავისი შედეგები ჩვენს ეკონომიკაზე, მაგრამ მე არ შემიძლია გიორგის არ დავეთანხმო იმაში, იმიტომ რომ ჩემზე ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს ამ საგანში, რომ ხო, ყველა ის რაღაცა დამატებითი საფრთხეები, რომელზეც განსაკუთრებით სოციო-უქსელშია ის იქნება, თუნდაც ბაქო-ჯეიჰანის ამბავი თუ ტომბლების შემოწმება, ამაზე რაღაც ერთგვარი ისტერია არის გამოცხადებული სოციო-უქსელში, ეს არ არის რეალური საფრთხე, ეს არ არის რაღაცა მყისიერი საფრთხე და ამის გამუქება ერთ მხრივ არ არის სწორი და მეორე მხრივ ხო არ არის რეალური. სარგებლობს ამით. და ქართული ოცნება ამით სარგებლობს იმით, რომ ხო მშვიდობის წელად გამოდის. აი ხო ამ ნარატივში არ უნდა ავყვეთ, იმიტომ რომ მშვიდობის მტრედობა და მშვიდობის გარანტორობა და ამ სიტუაციის გამოყენება რეალურად ჩვენი მშვიდობის და უსაფრთხოების გამყარებისთვის, რა თქმა უნდა, აი ამ ვითარებაში შესაძლებელი არის, მაგრამ ის რაც ქართული ოცნება გეუბნებათ ამ ამბავზე, არავითარი კავშირი არ აქვს აი ამ როლთან. ხათაშორის მშვიდობა ვახსენეთ და თუ რეჟიმი შეიცვალა ირანში და თუ რეზაფეხლები დაბრუნდა, ეს ამბობს, რომ ისრაელის და ემირატების, ისრაელის და ბაჰრეინის და მაროკოს ნორმალიზაციას ქვია აბრაამის შეთანხმება. აბრაამის შეთანხმება. ეს ამბობს, რომ ისრაელს და ირანს შორის მოხდება და ეს იქნება კიროსის შეთანხმება, იმიტომ რომ კიროს დიდმა თავის ძოზე ებრაელების მიმართ ძალიან პოზიტიური როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, უდიდესი მეფე. ასეთი სახელის მოფიქრებული აქვს, თუ ეგ გამოვიდა. ეს სახელის მოფიქრებული აქვს ზოგადად ამ ყველაფრიდან გაკვეთილის გამოტანა არის მარტივი. ანუ ერთის მხრივ შენ გაქვს პროპაგანდა ქართული ოცნების, რომელიც გეუბნება რომ მშვიდობის მტრედია და ეს მშვიდობა დგას ერთ კაცზე, რომელიც ხო რა კაცზე, რომელსაც იმის უნარიც კი არა აქვს, იმის შნო და ვაჟკაცობაც არა აქვს, რომ რეალურად პროცესს სათავეში ჩაუდგეს და ბევრჯერ მithქვამს და კიდე გავიმეორებ, არავინ, განსაკუთრებით ავტოკრატიულ სამყაროში არა დემოკრატიაში, ავტოკრატიულ სამყაროში ასეთ პერსონაჟებს პატივს არცემს. პერსონაჟებს, რომელსაც რაღაცა გაურკვეველი პოლიტიკური წარმონაქმნის როლი აქვს, არავინ პატივს არცემს და მას არავინ არ დაელაპარაკება, იმიტომ რომ ავტოკრატიული სამყარო ბევრად უფრო რეგალიურია, ასე ვთქვათ, იქ ამ რეგალიებს და სტატუსებს ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს არის აბსოლუტური ილუზია, აბსოლუტური წყალი, აი ამ კაცს რამის შეცვლა შეუძლია და მართლა რამის გარანტორი არის და მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ რას? ჩვენ ხედავთ რომ აი ის სამყარო, რომელთაც რაც არ უნდა ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობდა, სიამოვნებაში რომელსაც დავდგა 2022 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. იმ სამყაროს ავტოკრატიულს, არათავისუფალ სამყაროს გვერდზე სადაც დადგა, ეს სამყარო არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. რაც არ უნდა ზღაპრები მოყვნენ, ეს ხო მოდის ხო? სირია, ირანი, რუსეთი, რომელიც თავის ვერც ერთ ამოცანას სამხედროს ვერ აღწევს და ყველა გეოპოლიტიკური დიდ გადალაგებას, ალბათ ამაში დამეთანხმები, ყოველთვის ისტორიაში ყავს გამარჯვებულები და დამარცხებულები. სხვანაირად არ ლაგდება გეოპოლიტიკური დიდი ცვლილებების ეპოქა და რომელი უფრო პრაგმატულია, რომ დალაგდე იმათთან, ვინც აგებს და ვინც დამარცხების გზაზეა, თუ დალაგდე იმათთან ერთად, ვინც გამარჯვებულია. მე მგონი მათთან ერთი რაღაც იშლება ამ ხელისუფლებას არის ის, რომ უფრო ტრანზიციული გახდა თანამედროვე სამყარო და ერთმანეთს ხელს არ უშლის, აი თუნდაც ახლა სომხეთი ამაგის მაგალითად, რომელიც ირანის სტრატეგიული პარტნიორია, იყო პერიოდი, როცა ირანმა პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში ყოფნა, სომხეთი გადაარჩინა პირველი ყარაბაღის ომის მერე და ამის მიუხედავად ირანი ახერხებს, რომ ამერიკასთან უკვე სომხეთი ახერხებს, რომ ამერიკასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს, ცდილობს უკეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას. თუ რამეს ქვია მულტივექტორული პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობებში სომხეთი. და თუ რამეს ქვია უვექტორო პოლიტიკა, ეს არის ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ გაიგებ ხო, ანუ ამის პიკი ჩემ თვალში იყო, როდესაც ჩინეთმა ჩაატარა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღლუმი, ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი აღლუმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ისტორიაში და
აღლუმზე მიიწვიეს აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები და არ მიიწვიეს საქართველოს ლიდერი, თითქოს ჩვენ ხო სტრატეგიული პარტნიორები ვართ ჩინეთის. აი უბრალოდ ეს როგორ უნდა მოხდეს? ან იმის მერე ის ელჩი როგორ უნდა დატოვო მაშინ ჩინეთში, რომელმაც ეგვე მოახერხა, რომ აი ამ ჯგუფში შენ მოხდი. თან იქ ხო იყო ჩინეთს ორი ინტერესი ქონდა, მასშტაბური, აღლუმა მაქსიმალურად ბევრი ქვეყანა უნდა და ხო წარმოდგენილი ყოფილიყო. ანუ იმ დონეზე ვერ ალაგებენ ჩინეთის საგარეო სამინისტროში ვიღაცას გაახსენდეს, რომ ესენიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. მაგიტომ ვამბობ, აი ეხლა რას ვთქვი, რომ არავის ან დასავლეთში სერიოზულად არ აღიქვამენ, როდესაც ეურთერთობებენ მარიონეტებს და არავის ილუზია არ აქვს ხოლმე, როდესაც აქედან გაგზავნილ პრემიერ-მინისტრებს, ერთს, მეორეს, მესამეს, მეოთხე ნებისმიერს არ მაინტერესებს არც ერთის ეს რა ქვია ხელისუფლებაში ყოფნა, რო ეკონტაქტებოდნენ ვინმე მარიცოდა დასავლეთში ან ვაშინგტონში ან ბრიუსელში ნებისმიერ სხვა დედაქალაქში, მარიონეტს ელაპარაკებოდნენ და აქ შეიძლება მიუღებლობა იყოს დასავლეთში, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ავტოკრატიულ სამყაროში ზიზღია ეგეთი პერსონაჟებს, ზიზღია, მარიონეტს, აი იმდენად რეგალიურია ეს ყველაფერი, აქ რაღაცა ეს იქნება, ისა ჩინეთი თუ სხვა ნებისმიერი ავტოკრატია, რომ ეზიზღებათ ესეთი პერსონაჟები, რომლებიც არ წარმოადგენენ რეალურ ძალაუფლებას. ხო, თავარი ანუ ისი თქვა მინდა, რომ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის, შენ გქონდეს სტაბილური ურთიერთობა ირანთან. განსახად. მაგრამ ევროკავშირთანაც ნორმალური გქონდეს და არ აგინებდე და არ ეძახდე რაღაც საშინელებებს არ აბრძალებდე და ეხლა ამის დეტალებში აღარ შევალ, მაგრამ ნუ ეს არის მთლიანად პროპაგანდა რა, რომ შვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას სჭირდება ის, რომ ევროპას ვაგინოთ და ვინც მართლა აგრესორი და სამხედრო ბაზა ვისაც აქვს შენ ტერიტორიაზე ის საერთოდ არ არსებობს თვითონ სახელს ვერ ამბობ. ნუ ჯანდაბას იმას ნოაგინებ, მაგრამ ეს ევროკავშირის გინება რა აუცილებელია. ხო, რა გინდა, ანუ რო იძახი რომ დაბალანსებული პოლიტიკა მაქვს და შენი ქვეყნის რაღაცა რუპორი რა შენი სისტემის პარლამენტის თავმჯდომარე ყოველ დილით როგორც რუსები იტყვიან ხოლმე каждый будний день, ხო, ყველა სამუშაო დღეს დილით გამოდის და ლანძღავს ლანძღავს აუცილებლად რომელიმე ევროკავშირის ქვეყნის ელჩს. და ეს როგორ არის დაბალანსებული, როცა რა ვიცი, არ გალანძღო ეს, მაგრამ რა ვიცი, გავყვეთ მაინც თქვი რომ და გმობთ რუსულ ოკუპაციას ყველაჯერს. მოკლედ, პროპაგანდაა, როგორც ჩვენ თქვი ეს ყველაფერი და მე მგონი, როგორც ირანელი ხალხი ბოლო პერიოდში ხდება, ერთი რაც უნდა ეთქვას არის, რომ სხვა ხელისუფლების პირობებში, ალბათ ეს ბოლოსკენ ეს უნდა ვთქვათ, სრულიად რეალისტური და შესაძლებელია, რომ ჩვენ ირანთან გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის, რომ დასავლეთთანაც კარგი ურთიერთობა გქონდეს და ამერიკასთან. არ არის ეს დიქოტომია არ არსებობს. არ არსებობს ეგ დიქოტომია. არ არსებობს, ეს არის პროპაგანდის პროდუქტი და იმ ხალხის პროდუქტი, რომელიც გატყუებთ ყოველდღე სხვადასხვა ეკრანიდან, რომ აი ეს არჩევანი გვიდგას რაღაცა ლიბერალურ სამყაროს და ამათ შორის. ძალიან დიდი მადლობა ჩემი პოდკასტის და ჩვენი პოდკასტის დერეფნის ისტორიაში ყველაზე გრძელი პოდკასტი ჩავწერე და ჩვენთან ერთად იყო გიორგი ლოლაძე, რეალ პოლიტიკის ანალიტიკოსი. ამით მე-11 ეპიზოდი დასრულებულია და სანამ დავამთავრებთ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ესეთი საინტერესო, აი დღეს რომ უსმენთ ეგეთი საინტერესო საუბრებისთვის, აუცილებლად გამოიწერეთ ქვემოთ ჩვენი გვერდი, დააჭირეთ ზარის ღილაკს და შემოდი ჩვენთან კონტაქტში მოგწერეთ, რამ დაგაინტერესათ, რა უფრო გაინტერესებთ და გვპირდებით, რომ გიორგის ვთხოვ, რომ უფრო გააღრმავოს ეს საკითხები ჩვენთან ერთად. მადლობა. მადლობა მოწვევისთვის.